მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების ჩაწერას პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ხმები მსოფლიოს თავისუფლებისთვის და დღეს ვწერთ უკვე მეორე პოდკასტს პიქსელ აკადემიის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, ასევე კრიპტო ბაზრის დამფუძნებელთან, რაღაცა არასწორად თქვი. და დღეს გვინდა მოვისმინოთ ბატონი ავთოლკუჭავასთან ის მნიშვნელოვანი საკითხები, თუ როგორ უკავშირდება თანამედროვე კრიპტო ბაზარი დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და რა როლი აქვს მას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განვითარებისათვის. მოგესალმებით, მადლობა პირიქით მოწვევისთვის, რა ვიცი, ვიბაზრებთ წესით დამოუკიდებლობის რა ხარისხის მოტანა შეუძლია დეცენტრალიზება. საბოლოო ჯამში მაინც მაქეთკენ მივიდივართ ყველა რა. ნახოთ ახლა წლების განმავლობაში როგორ განვითარდება. რეალურად. კი ბატონო, ხო, აი ყველაზე მეტად რაც მომეწონა ამ შეერთში არის ის, რომ ოდესაც შენი გვერდის ველს გადავაყრე თვალი იყო ის, რომ აი ეროვნული საზოგადო მოღვაწეების ნააზრევით იყო გაჯერებული და ვიზუალიზაციაც პრინციპში რაღაცა უფრო ზედმეტად პატრიოტულად მომეჩვენა და ცოტა იყოს გამიწვევდა, იმიტომ რომ რამდენად ავსებს ეს პატრიოტულ საწყისებს აი ეს თქვენი ციფრული მიმართულება, გასაგებია რომ მსოფლიო ხმთლიანად ციფრულ ბაზარზე გადავიდა და გადადის და ყოველდღიურად ეს უფრო საგრძნობი ხდება, მაგრამ აი რამდენად თავსებადი არის ეს ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და კიდევ ერთი ნაწილი მომეწონა შენ რაც თქვი ერთხელ გააჟღერე რომ აი თავის დროზე ილია ჭავჭავაძე ბანკებს აარსებდაო და ეხლა მოვიდა იმის დრო რომ კრიპტო ბაზარი შევქმნათ. ხო, აი ამის შესახებ რა საერთო და განმასხვავებელი ნიშნებს ხედავ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიისთვის? ანუ ჩვენი მის დანიშნულება რა, ჩვენი არსი ზოგადად რაზეც ვფიქრობთ ხომ და რატომაც დავაარსეთ დაუშვათ კრიპტო ბაზარი იყო ძალიან მარტივი ამბავი, რომ ანუ რასაც უყურებდით რა ახლა ქვეყანაში ბავშვობიდან რასაც უყურებდით, მარტივად ჩვენ არაფერი არ გამოგვსვლია. ანუ ისეთი ხალხი ვართ შეკრებილები ირგვლივ, რომ რაღაც ერთი რაღაც გააკეთე და იმის გამო მე შედეგი მიიღე, ეგრე არ გამოგვდის ჩვენ. ჩვენ უნდა ვაკეთოთ და მე რაღაც შედეგს ვიღებთ რა. მე მეორე ნაწილი რასაც უყურებდით იყო რაღაც ჯგუფები, რომელიც დაეპატრონენ, თითქოს ვიღაცას განათლებაზე აქვს ასე ვთქვათ მონოპოლია აღებული, რომ მე ვარ მარტო განათლებელი, ვიღაცას ფინანსებზე აქვს აღებული მონოპოლია, რომ მე ვარ მარტო ფინანსები, სხვასთან ვერ მიხვიდოდი, ანუ ხო ხვდებით ახლა მე არ მიყვარს ხოლმე სირაქლემას პოზაში ყოფნა და პლუს ბიტკოინმაც და კრიპტომაც ის მომცა მე რომ სირაქლემაში ვერავინ ვერ ვამყოფებს, ძალიან მარტივად ვთქვათ, ფულით ვერ დამაშინებენ, იმიტომ რომ ჩემი ფული მაქვს, ასე ვთქვათ, ან ფინანსურ წნეხს ვერ განვიცდი, იმიტომ რომ არ მაინტერესებს ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მაგ კუთხით. ვერაფერს ვერ იზამენ ისეც რამაც შეიძლება დამაშანტაჟოს, მარტივად რო ვთქვათ რა. რადგან ეგ თავისუფლება ვიპოვე, მე თვითონ და მე ვიპოვა ჩემო მეგობრებმაც და ერთად ვიპოვეთ ეგ თავისუფლება, მე დავიწყეთ რომ როგორი იქნებოდა იმ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ის მიზეზი უკვე მინიმუმ სათქმელადაც კი აღარ გაქვს, რომ რა ვქნა ჯიგა რომ უნდა ვიმუშაო და ხელფასი მაქვს და ასე შემდეგ რა. ჩვენც არ გქონდა თავის დროზე ხელფასი, 400-მა კომპანიამ დამაუარა და უშუალოდ უნივერსიტეტი რო დავამთავრე, მე რაღაცები მომთხოვეს და ჩემი განვითარების ისტორია იყო ეგეთი, რომ ჯერ მოდი კარგი უნივერსიტეტი დავამთავრე თავისუფალი. მე მეუბნებოდნენ რომ მოდი ინგლისური ისწავლე ინგლისური. მე მეუბნებოდნენ რომ მოდი ეს შეჯიბრი მოიგე, ის შეჯიბრი მოვიგე ეგეც. მე იყო რომ საერთაშორისო გამოცდილება მივიღე ეგეც. მე მითხეს რომ ეგეც არაა საკმარისი, თურმე კიდევ ერთი პარამეტრი გჭირდება რომ მიგიღოთ ამ ელიტაში. რამდენი წლის იყავი უკვე ამ 2016-ში უკვე მივხვდი რომ ეს თამაში მე რასაც ვეძახი ამ ეგრეთ წოდებული მონოპოლისტების ამაში გულისხმობ იმ წრეს რომელსაც ანუ თუ ამბობ რომ ფინანსურ განათლებას ვაკეთებ საქართველოში მე მჭირდება მტკიცებულება მაშინ ამ ადამიანებისგან აბა მაჩვენე ფინანსურად განათლებული ადამიანი საქართველოში და რო უყურებ რომ 34 წლის მანძილზე ფინანსური განათლება თვლიან იმას რომ მოდი ახლა ეს ბარათი გავაპიაროთ, მოდი ახლა ეს სესხი როგორ აიღო და მოდი ახლა ეს აპლიკაცია როგორ გამოიყენო, how to ვიდეოები როგორ გამოვიყენოთ მათივე შექმნილი პროდუქტები, ეგ არ არის ფინანსური განათლება, ანუ რამდენს უფიქრია რა არის ფული მაგალითად, რამდენს უფიქრია როგორ მუშაობს ბანკი როგორც სისტემა და არა როგორც კონკრეტულად დაუშვათ რომელიმე შეპესე რა. ან რამდენს უფიქრია როგორ მუშაობს თვითონ ფასიანი ქაღალდი, ან საერთო ჯამში რა არის ყველაფერი. პირველი ფასიანი ქაღალდი, სხვათაშორის პირველი კრედიტი გასცა ილია ჭავჭავაძემ 5%-ად. აი ეს საბანკო ამონარიდი თქვა და მე მგონი
შენ იქნები საქმის კურსი ამასთან დაკავშირებით, როგორ გამოიყურებოდა ეს პირველი ფასიანი თავალდი. ხო, აი, ოღონდ მანდ ჩვენ უბრალოდ როგორ რაღაცას უყურებთ, იცი რომ მე პირადად დავიღალე იმის ყურებით, რომ ვიღაცას რაღაც უნდა უმტკიცო და ბიტკოინმა ის შესაძლებლობა მომცა, რომ არც არავის არაფერი არ უნდა უმტკიცო, შეგვიძლია შენთვის იყოს საერთოდ არაფერის არ აკეთო და თუ მაგ დროს გინდება რაღაცის კეთება, ესე იგი მართლა გინდა მაგის. მით უმეტეს ამ გადმოსახედიდან მაშინ თუ ესეც თავისუფლებას განიჭებთ ახალგაზრდებს აი ეს კრიპტობაზარი და ბიტკოინი და აი ამ ხელა გამჭვირო ფაქტურად არავისზე არ ხარ დამოკიდებული არც მორალურად, არც არანაირი სამართლებრივი და მით უმეტეს ფინანსური პასუხისმგებლობა არ გაკისრია. მაშინ რატომ საუბრობ შენ ესეთ ფინანსური განათლების გაძლიერებაზე საქართველოში? შეხომ შეგეძლო მე ვიცი რომ შენ გაქვს შენი პირადი ბიზნესები სხვა ქვეყნებში. რა გაჩერებს აქ? რატომ აკეთებ? აი მან მაგას მინდა რომ ხაზი გავუსვა. ანუ მე იმ ადამიანის არ მჯერა, რომელსაც ფულის აკეთებელი აქვს და მეუნება რომ რაღაც დიადისთვის იბრძვის. ნუ ნაკლებად ჯერა ხოლმე, მაშინ უნდა გავიცნო რამდენიმე წლის მანძილზე, რომ ნახო ქმედებაში ეგ ადამიანი. ჩემ შემთხვევაში სამტკიცებელი არაფერი არ მაქვს, რომ ვამბობ, იმას უსვამ ხას, რომ ფინანსურ ნაწილში მაგალითად როცა ინტერესი აღარ გაქვს უკვე აქეთ ამ ხარისთან მაინც აკეთებ, ზე მართლა გინდა. ანუ რაღაცა მოგწონს რო აკეთებ რა. ანუ ჩემს ჭიას ვიხარებ ჭყალებში ესე რო ვთქვა რა. მეორე ნაწილი მაგას ის ქონდა რომ კრიპტობაზარი რო დავაფუძნეთ თავიდან ბოლომდე ფილოსოფია ის ქონდა მაგის დაფუძნებას, რომ ერთი რო ყელში ამოგვივიდა ამ ვითომ მონოპოლისტებს და ამ განათლებაზე ესე დაპატრონებული სასტავის მდგომარეობა, რომ თითქოს მე ვარ რაღაც ზემდგომი და შენ უნდა ყოველთვის ჩემს ქვემოთ უნდა იყო და მე უნდა მისმევ ჩემს გარეშე შენ განათლებას ვერ გაცნობ. საერთოდ აღარ მაინტერესებს ეგ ხალხი, პირიქით ეგ ხალხი რიგში დგასო შემხვდეს და მელაპარაკოს და საერთოდ არც მივიღებ მაგ ხალხს, იმიტომ რომ ნუ ჩემი ისა მაქვს მე შეხედვა, აი როგორც იცი თავხედი დამოუკიდებელი ადამიანი, ზოგადად დამოუკიდებელი ადამიანი თავხედია ყოველთვის. ეგეთია და არ მოსწონს ხოლმე ჩემი ესეთ უხეში პირდაპირ დამოუკიდებულება, მაგრამ რა რომ ანუ ეგეთი კითხვა მაქვს ხოლმე არ მოგწონს და მე რა. ანუ მე რასაც ვთვლი საჭიროდ რომ დავშტე ეს ვაკეთო, იმას ვაკეთებ და კრიპტობაზრის ფილოსოფია იმაში იყო რომ ერთი რომ შეხედე მე გავმდიდრდი პირობითად, ხო? და შენ სირგული მეგობრები, ნაცავებიაზე, დანარჩენი ღარიბები არიან, ანუ ფული გაქვს, მაგრამ სადი, ანუ რისთვის გინდა ეგ ფული საბოლოო ჯამში, ხო? ანუ მიდიხარ სადღაც, ანუ მეგობართან ერთად გინდა, ხო? გასვლა, გეუბნება ფული არა მაქვს, რაღაც ვალები, მაგრამ რაღაც ვერ მიდიხარ უკვე. იქ მე უკვე რაღაცები ირევა, მე შენ გონია ის რომ ის იმიტომ არის შენთან უკვე რომ ფულის გამო და ასე შემდეგ და ეგ მოცემულობა რო არ ქონდეს, რომ ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემაა მათ. არა მხოლოდ უფულო ადამიანთან მიმართებაში, არამედ ფულიან ადამიანთან მიმართებაშიც, ანუ რო ამბობენ რომ ფული აფუჭებს ადამიანს, ანუ ფული კი არ აფუჭებს ადამიანს, ანუ თვითონ ცუდია ის გაფუჭებულია ეს ადამიანი, ან მეორე ცუდ ვიღაცის გადმოსახედიდანაა ცუდი თორე. შენც რო სუფთა სოციალისტური, ანუ კომუნისტური დამოკიდებულება იყო ფული რო ხელის ჭუჭყია და სხვათა შორის დღეს მქონდა მე საფუძვლებთან ზუსტად შენს მიერ მოცემული, აი ეს ძალიან კარგი ბუკლეტი გამოვიყენე ბიტკოინის ფული და თავების მიხედვით განვიხილავთ ამას და გაოცდები ისეთი საოცარი შედეგები მაქვს. მე მაგალითად მომყოფილი ვარ ჩემი თავის. და ბოლოს ვამთავრებ ბავშვების მე შემდეგ ფული ხელის ჭუჭყია, არა მას რა ჭუჭყინე და ყველას მქონდა. ან მე პირადად გავიზარდე ზუსტად აი ნუ პერიოდში და ჩემი ცნობიერება იყო მიმართული და შენ წარმოიდგინე რომ დღესაც ეს ჩემზე მოქმედებს დამღუპველად, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ფინანსური გადანაწილება. ანუ ფაქტიურად პრაქტიკაში და უნარების დონეზე დღემდე ვერ ვაგვარებ, ჩემი ვერ ვაკონტროლებ, ვერ ვაორგანიზებ ჩემს ფინანსებს რა. და ეს იმიდან გამომდინარე, აი ზუსტად ეგ ფილოსოფია, ზუსტად იდეოლოგია ჩადებული, რომ ფული არის ხელის ჭუჭყი, ამით იყო გაჯერებული ჩვენი საგანმანათლებლო პროცესი, ყველაფერი ლიტერატურა, ხელოვნებაც კი, ყველგან ეს იყო გაჟღერებული, რომ ფული არის ხელის ჭუჭყი და ის ვინც არის მდიდარი, ის არის ძალიან ცუდი ადამიანი, იმიტომ რომ ან კორუმპირებული, ან რაღაც დასაჭერია, ყველას თანაბარი მდგომარეობა უნდა ჰქონოდა და ჩვენ სამწუხაროდ გავიზარდეთ აი ამ იდეოლოგიით და ძალიან ჭირს და მე ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვერ შევძლებ, რომ იყო გაუკეთო ორგანიზება ჩემ ფინანსურ ნაწილს. ხო, ანუ როგორ რაღაცა იცი? და არ მინდა რომ ეს ბავშვებს ჰქონდეს და მე ვფიქრობ, რომ აი ეს თქვენი მიდგომა დამოკიდებულება, რომელიც მე დავიჭირე, რომ ეს ბავშვებამდე მივიტან და რაც შეიძლება დაბალი ასაკიდან გამივცეთ მას ფინანსური განვითარება, ხო, განათლება
განათლება არის აი უკიდეგან მნიშვნელოვანი და მე მინდა პირადად მადლობა გადაგიხადო რომ აი ასეთ დონეზე გაქვს ნაფიქრი სწორედ ჩვენს გარშემო რომ არ გინდა რომ იყოს ღარიბი ხალხი და ჩვენ მაშინ ვიძახდით რომ ღარიბები ძალიან კარგები ვართ და დიდრები ძალიან ბოროტები და ცუდები არიან. ანუ მე იმ დიდარისის მესმის რომ ანუ ყველგან რატო არ გადის ანუ შეხედე ღარიბის კომპლექსი არის ის რომ აი ის არ კადრულობს შენთან არ კადრულობს არა ანუ შენთან საერთო ინტერესი არ აქვს იმას და მაგიტო არ გამოდის შენთან. ვისთანაც აქვს საერთო ინტერესი იქ გადის. მაგრამ იმის პრობლემა ანუ ამის პრობლემა ხო კომპლექსია ეგ და მეორე ხარის პრობლემა ის არის რომ ანუ ფული არის ინსტრუმენტი ჩემთვის. ანუ როგორც მაგალითად ჩაქუჩი შეიძლება გამოიყენო რაღაცის მშენებლობისთვის, ანუ შეიძლება გამოიყენო ადამიანის ყველობისთვისაც რა ჩაქუჩი მაინც არ იცვლება, ჩაქუჩია მაინც ინსტრუმენტია. ფულის ეგეთი რაღაც არის რომ შეიძლება გამოიყენო იმისთვის რომ მაგალითად შენ რაც მოგწონს რაღაცა ნაწილი განავითარო, თუ არ მოგწონს ის მდგომარეობა რომ აი ვეღარ გავდივარ ჩემს ძველ მეგობრებთან. მიეხმარე მაშინ იმას რომ ისკენ რომ ფული მისცე. მიეხმარე რომ თავისი თავი იპოვოს. ის თუ განვითარა, ანუ რა ჯობია იმას რომ სამეგობრო წრეში განვითარებული კომუნა იყრება, სადაც საერთო ინტერესებზე გულისხმობ იმას რომ მაინც ფული როგორ ვაკეთოთ მაგაზე კი არ მიდის საუბარი. მიდრე რომ დავხსნებით დავუშვათ აი საერთო სახის დონის პრობლემები გვაქვს. საერთო ანუ ნეტა ისეთი პრობლემები გქონდეს ჩემ მეგობრებს როცა საუბრობთ ხოლმე რომ აი იქ რაღაც აი დოლჩე და გაბანა არ მომეწონა და მომწონს რომელიღაცა სხვა ბრენდის ტყავი. აი ნეტა ეგეთ პრობლემებზე გქონდეს ასაუბრო. ანუ იდეალური არის ესე კარგ მდგომარეობაში ვართ რა. ანუ ესე კარგად ვცხოვრობთ მაგას ნიშნავს და არა გაზის ფული ვერ გადავიხადე ან ბანკმა ახლა რამდენიმე პროცენტიანი იზდამადო ყადაღა. და მაგის გარდა იქ შეიძლება შევადაროთ როგორ რაღაც ისე აი ფეხბურთელს რო გადავწყვეტ აი ფეხბურთელი რომელიცაც უყვარს ფეხბურთს თან პარალელურად ფულს აკეთებს იმაში რაც უყვარს საერთოდ სხვარი და უფრო უყურებს ადამიანები რატომ მოსწონთ ხოლმე ეგეთი ტიპები ხო ანუ ის იქ არ არის რომ თუ მოგწონს მაშინ ფული რა თქმა უნდა ფული რა თქმა უნდა რაც ნიშნავს რომ მე რაც მომწონს იმაში თუ ფულს ღებულობ ეგ ორმაგი მოგებაა ჩემთვის და მეორე მხარე ეს არის რომ ფეხბურთელი რომელიც ფულისთვის თამაშობს მაგრამ იმდენ წარმატებას ვერ აღწევს ფეხბურთელი რომელსაც თან უყვარს ეგ საქმე რა კი ბატონო ეხლა მე მაინც მინდა დაუბრუნდე აი ამ ჩვენს პროექტს იმიტომ რომ ჩვენი პროექტი ეხება რაღაც ადგილობრივ ხმები მსოფლიოს თავისუფლებისთვის და ორ ნაწილად გავყოფდი ამას ერთი ის რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ კიდევ უფრო მეტად წამოიღოს ის ძველი ქართული სახელმწიფოს დაფუძნებლების ნაზრევი აი ამ მათ მიერ ჩაგდებულ ბალავარის ფაზე დავდგეთ და პირველი იყო ილია ჭავჭავაძე ნიკო ნიკოლაძე რომლებიც აი ამ თავისუფალი ბაზრისა და კაპიტალის შემოსვლას და იგივე თავუშად მაშინდელი ბიზნესმენების არაჯიშვილების უბალაშვილების უცხოენაირად უყურებდნენ მაგრამ მოულოდნელად ეს ყველაფერი დასამართა და ჩვენ ფაქტურად თავიდან გაგვიხდა ამ ყველაფრის სწავლა და ნუ ეს 69 წლიანი ისტორია იმხელა ჩავარდნა იყო ჩვენთვის რომ ანუ აი ჩემი და ჩემი მშობლების თაობა და იმის იქით კიდე სოლიურად სხვა მიდგომებით და სხვა ფილოსოფიით და სხვა იდეოლოგიით და უნარჩვევებით ვიყავით და ეხლა ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი მივცეთ და აი ეს ორნაწილიანი პროექტი ერთი რომ საზოგადო მოღვაწეების გახსენება იმ საზოგადო მოღვაწეების წინაპლანზე წამოწევა რომელიც ფაქტიურად უცნობი არის ქართული საზოგადოებისთვის მაგალითად იგივე ვალან ჩერქეზიშვილი, სოლომონ დოდაშვილი პირველი ჟურნალისტი ხო საქართველოს ისტორიაში და ადამიანი რომელმაც რუსებს დაუწერა გრამატიკა და ერთადერთი მიზეზი იყო ის რის გამოც დაიგდეს და არ დახვრიტეს 1832 წლის შეთქმულების შემდეგ აი ამ ნაწილზე უფრო მეტად მინდა გავაკეთოთ აქცენტი რომ თუკი ჩვენ გვექნება აი ამ ციფრული ფულის უფრო მეტი გასაქარი აი ის კრიპტობაზარი რასაც შენ აკეთებ ხო და საფუძველს უყრი რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გქონდეს დამოუკიდებელი ფინანსური ნაკლებად კონტროლირებადი ფინანსური საშუალებები რამდენად გააძლიერებს ჩვენ სახელმწიფოებრიობას და თუ აი მაშინ რო ყოფილიყო საქართველოს აი ამ სიტუაციაში როგორი იქნებოდა შენიას რა მე როგორც მე პირველ რიგში უყურებ ხოლმე ყოველთვის როგორ მე თუ მადგება რაღაც მე თავისთავად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე უზიარებ სხვას ანუ ყველაზე მეტად არ მიყვარს ხოლმე თუ შენი გამოცდილება არ აქვს რაღაცასთან მიმართებაში ისე რომ ელაპარაკება ადამიანი დაუშვათ თეორიაზე ჩემი მასწავლებლების ნაწილი დაუშვათ იქამდე სანამ ბოლო სკოლაში გადავიდოდი იქამდე რომ საუბარი გქონდათ და რაღაცა კი 4 სკოლა მაქვს შეცვლილი წინა ბოლოსკენ სანამ გადავედი აი წინა სამ სკოლაშიც რომ ეგეთი იმას ყოველთვის ხვდებოდი რა ბახი სკოლა მე უნივერსიტეტშიც იყო ლექტორები რამდენიმე ლექტორი ეგეთი თავისუფლად კიდე კაი რომ ეგეთი იშვიათი გამონაკლისები იყვნენ და არა ბევრი რა
მან კიდევ უფრო მეტად კრიტიკული ის რომ გაიხსნა რომ საუბარი იმიტომ რომ კერძო უნივერსიტეტია და შენ შეგიძლია როგორც თანაბრად ესაუბრო იმას და არა როგორც სახელმწიფოში რო არის რომ შენ ვინ ხარ მე ვარ ვინც ვარ რაღაც ეგეთ დამოკიდებულები რო არ არის ეგეთ კერძო იმაში რა მე კიდევ უფრო მეტად გეხსნება მოთხოვნილებები და რაც მოსახლეობისგან აღიქმება ცუდად მაგრამ საერთოდ მაინტერესებს როგორ აღიქმება მე მოთხოვნილებები მაქვს და მე მოთხოვნილებას მოვითხოვ ან ჩვეულებრივად. ეგრე რომ იყოს მოთხოვნილება არის რომ შენს მომავალ საზოგადოებას მისცე ეს ფინანსური ციფრული ციგნიერება? ხო, იმიტომ რომ იმიტომ რომ დიდარი გინდა იყოს შენი ქვეყნის ანუ გაცილებით ან მე რომ მივდივარ ახ კონფერენციაზე და მეკითხებიან რა არის საქართველოში მაგალითად რა ერთ რამეს ვერ სწავლობს ეს ქვეყანა რომ პირობითად ჩვენ კონკურენტად არ აღვიქვამთ არავის ამ ბაზარზე. ინდუსტრიას როგორც ბაზარს ისე ვუყურებთ. რომ მივდივართ უცხოეთში და იქ მოდიან ამერიკული კომპანიები, ევროპული კომპანიები და თითო ქვეყანას მინიმუმ 300 კომპანია მაინც ყავს და 1-4 ისეთი პროდუქტი აქვს შექმნილი, რომელსაც მთელი მსოფლიო ხმარობს და შენ რომ მიდიხარ იქ და შენ ხარ მხოლოდ და ამ დროს გეკითხებიან შენ ქვეყანაში რა იქნება და ამ დროს ან თაღლითობა ან რაღაც კიდე სხვა და ამ დროს რა თქმა უნდა იმათთანაც გინდა რომ რაღაც თანასწორი საუბარი გქონდეს და ვერ გექნება იმათთან შველივებ შენს ანუ უფრო მეტად გჭირდება შენი წიაღვა ისტორიული რაღაცების წამოწევა და ამიტომ უფრო ამაყიხარ ხო იმიტომ რომ თანამედროვეს ვერაფერს თავაზობ ამ შეხედვით ხო და ეგ როგორ რაღაცა იცი ისტორიის ნაწილიზე რატო გავამახვილეთ ყურადღება ჩვენ ვუყურებთ როგორ ის კი არა რომ იმათ ვუყუროთ ისინი როგორ აკეთებდნენ. იმათმა რო გააკეთეს, იმათ მაგალითი მოგცესო, შენ დღეს შენი მოიფიქრე, იმიტომ რომ ის სხვა დრო იყო, სხვა მოცემულობა იყო, მაგრამ იმ მოცემულობაში პრინციპი გაჩვენეს, შენ რომ არ უნდა გაინტერესებდეს უმრავლესობა რას ფიქრობს, შენ თუ თვლი რომ რაღაცა სწორად აკეთებ, მიდი გააკეთე. თუ ხედავ მით უმეტეს რომ შედეგს ცვლი და შედეგი შეიძლება შეცვალო უკეთესობისკენ. მით უმეტეს ატო უნდა გააკეთო, ანუ მომგები, ანუ ინტერესი რა არის, ყოველთვის მეკითხებიან ხოლმე რა, აი ბევრ რაღაცაზე რაღაცებს რომ ვაკეთებთ ხოლმე, ინტერესი რა არის, აი რატო აკეთებთ ამდენ ვიდეოს მაგალითად და სვანეთში ვიყავით, რა გინდა თუ აქ ერთმა ლურჯები ხართო, მეორემ წითლები ხართო, მთელი ამბები იყო რაღაცა და მე ბოლოში შოკში იყვნენ, რომ თუ მე არავის ინტერესი არ მქონია, არც მაინერები მქონია იქ, არც არსად არაფერი. და ინტერესი ისა გვაქვს, რომ წარმოგიდგენ ქუჩაში რომ გადიხარ და ყოველი მეორე რო ღარიბია, ქუჩაში რო გადიხარ და ყოველი მეორე მდიდარია. ეგეთ რო წარმოვიდგინოთ ერთი წამით მაინც ეგეთ საქართველოს, რომელში უფრო მოგეწონებოდა ცხოვრება. რომელში უფრო კომფორტული იქნებოდა შენთვის, როგორც ფულიანი ადამიანისთვის ცხოვრება. ან როგორც უფულო ადამიანისთვისაც თუნდაც რა. ანუ რომელი უფრო უსაფრთხო, რომელი უფრო განვითარებული, რომელი უფრო სახალისო იქნებოდა. მით უმეტეს ანუ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ, რამდენი წელი გაქვს, ეგეც არის წინასწარ, 100 წელი გაქვს რო ამბობ ეხლა. ეგეც არის წინასწარ 100 წელი გაქვს, თუ რამდენი წელი გაქვს, ხო? სად ჩერდები კაცმა არ იცის და რაღაცა ხო, ანუ ხონდა შეირიგო ეგ ცხოვრება საბოლოო ჯამში. კაი, ეგ ფული აგროვე, ხო, მუთაკაში და ბევრი გვინახავს ეგეთი კუპონებით შეგროვებული ხალხი, რომელიც გაკოთოდა მე, ხო? მაგრამ რაღაცეები აგურ-აგურ თუ არ დადე, ანუ საიდანაც თუ არ დაიწყე, ვერ მიხვალ იქამდე. ჩვენ დავიწყეთ 4 წლის წინ ახლა. ანუ რა მაინტერესებს საქართველოში ეს თემა, ეს კრიპტობაზარი, რომ რა დონეზე არის ახლა? არის თუ არა იმ საწყისებზე, რომ მაქსიმალურად გაშალოს თავის აი საინფორმაციო კამპანია თუნდაც და მისცეს ის დაუშვათ ფინანსური განათლება ადამიანებს, რომ გახდნენ უფრო, როგორ გითხრა, იცხოვრონ კეთილდღეობით, შექმნან დოლარი, გამოიმუშავონ თავიანთი ფული, არის ესეთი მოცემულობა, თუ აქაც არის რაღაცა მაკონტროლებელი სიტუაცია, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ხელისშემშლელი თუნდაც ჩვენ საქმიანობაში, რომ მივცეთ მომავალ თაობას ეს ღირსეული ფინანსური ციგნიერება, თანამედროვე ციფრული ფინანსური ციგნიერება. ანუ მან ერთადერთი ხელისშემშლელი არის, რომ შენ თვითონ და პირველ რიგში სანამ შენ სხვას დაუწყებ განვითარებაზე საუბარს, რა, ან ვის განვითარებას დაიწყებ. იქამდე ჯერ პირველ რიგში შენ თავს უნდა მიხედო. შენ თვითონ თუ არ შედეგი და დამოუკიდებელი არ გახდი შენი თავისთვის, ან სხვას ერთი რომ შეიძლება რაღაცა პერიოდი გაუკაჩო. მაგრამ 6 თვის 7 თვის მერე ან გული აგიცრუდება, ან რაღაც და რეალურად მიზეზი იქნება ის, რომ შენ თვითონ სხვაზე ზრუნვით შენი შესაძლებლობები ჩაკალე. ეხლა რა მაინტერესებს? აი ეხლა შენ შეიძლება გული აგიცრუდეს 1 წლის მერე, ან მე ვერ ამიცრუდება, იმიტომ რომ მე ხო გეუბნებით, მე რასაც ვაკეთებ, ჯერ პირველ რიგში მე თვითონ რო გავხსნი ლეპტოპს, მე როცა გავაკეთებ და გამომიშტება მე თავისუფალი, რომ მე გამოდიოდა და ვაკეთებ იმ ვიდეოებს და ჩანაწერებს. ანუ მე ჯერ ჩემ ფულს ვაკეთებ. ანუ მე თვითონ თუ არ შევდექი ჯერ სხვას ზრუნვას ისეც ვერ დავიწყე. და გინდა რომ პარალელურად სხვებსაც მისცე ეს შესაძლებლობა. ხო, შენ ფაქტიურად შესაძლებლობას აქვს. უფრო კომფორტულია მე ცხოვრება. მინიმუმ ბევრისგან განსხვავებით გარეთ გასვლა თავდახრილი არ მომიწევს არასდროს.
რომც ვინმემ რომ რამე მითხრას, მე ვიცი რომ ჩემ თავთან მართალი ვარ და დანარჩენი საერთოდ არ მაინტერესებს. კარგი, რატო არ მიდიხარ მაინც იმ ქვეყნებში, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს შენი ბიზნესის განვითარების და რატო ხარ არ? არ ბიზნესს ვავითარებ კიდეც სხვა ქვეყნებში და დავდივარ კიდეც, ფულსას ვაკეთებ კიდეც მაგ ქვეყნებში, უბრალოდ მაინც აქ დავიბადე, მაგ გავიზარდე, ჩემი მეგობრები აქ არიან, ოჯახის წევრები აქ არიან. მე კიდე შეიძლება სიტყვებით ვერ ახსნა, მაგრამ ისეთი რაღაცაა რა. აი ხო არის რომ ვიღაცას რაღაც აი მესის ქონდა სოფლიოს თასის მოგების მუღამი. აი იმენა ის თასი უნდა და რა მნიშვნელობა იმას დაბეჭდავდა და დაიდებდა, ხო? მაგრამ აი იმის მოგების მუღამი. მე აქ იმის მუღამი მაქვს, რომ ის ელიტის ხალხი ვინც არიან, რომ ვისაც გონია რომ ამდენი ხანი რომ იტყუებიან და აგოიმებენ, ესე ვთქვათ, ამ ბაზარს, ანუ იქ ერთი პატარა ქუთაისელი ბიჭი გამოჩნდება და სახეს აახევს. აი მაგის ხინჯი უფრო მაქვს რა. ჟილკა უფრო მაქვს. ანუ მუღამი გაქვს რაღაცა, რომ ისეთი სიტუაცია შექმნა შენ ქვეყანაში, რომ ანუ სტერეოტიპებს ანგრევ. ერთი სტერეოტიპებს ანგრევ, უფრო მაგას ეთანხმები პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი, რომ საერთოდ არ გამოიცხავს ერთი მეორეს, რომ შენ რო გისმენ, ხო შენ საქმიანობით შენ შეგვიძლია ნებისმიერ შენ ბიზნესი გააკეთო ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ მაინც პატრიოტი ხო აი მაგ ანუ სტატუსის როგორ რაღაცა იცი მაგას ვამბობ რომ ქმედებით უფრო მირჩენია რაღაცები ვნახო ვიდრე სიტყვებით ანუ მე ვამბობ რომ დაუშვათ ქვეყანაც რა არის ხო კომუნაა რეალურად ანუ რაღაც საზოგადოება რაღაც ერთ ადგილას შეიკრიბა და უბრალოდ მე ერთ ენაზე ჩამოყალიბდნენ რომ ამოდი ამ ენაზე ვილაპარაკოთ რა ამ ენაზე ვილაპარაკოთ რა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კი და შენ თუ საერთო იდეაში საერთო ხედვის ადამიანები ჩამოყალიბდნენ თავის დროზე აქ ერთმანეთი იპოვეს მე რაღაცა წესები თავისთვის თვითონვე მოიფიქრეს იმიტომ რომ ხოებმა სხვა წესები მოიფიქრეს ახლა რეალურად ყველამ ვიღაცამ რაღაც დაიჭირა, ვიღაცამ რაღაც ვიღაცა მე კომუნაში რაღაცა უმეტესობა მიხვდა რომ ესე უნდა ვაკეთოთ და რომელიღაც კომუნაში ვერ მიხვდნენ და ის ვინც რაღაცებს ურჩევდა ისინი მოკლეს ან დაწვეს ან ასე შემდეგ ნუ შუა საუკუნეებიდან რომ დავიწყოთ მაგალითად ხო მაგრამ მე უყურებ როგორ ერთადერთი გამოსავალი ჩემი გადმოსახედიდან რაც ჩვენი ისტორია ახლო ისტორია რო ავიღოთ რა ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე არის ის რომ ადამიანები რაც უფრო მეტი ადამიანი განათლდება მით უმეტეს ფინანსურად და რაც უფრო მეტი ადამიანი იშოვის ფულს ამ ქვეყანაში მით უფრო რთული იქნება ამ საზოგადოების ასე ვთქვათ კისრის მოგრეხა და რაც უფრო გაუნათლებელი ადამიანები იქნებიან მით უფრო მარტივი იქნება მათი მანიპულირება რა იმიტომ რომ ფულიანი ადამიანის მანიპულირება გაცილებით რთულია ვიდრე უფულ ადამიანის მანიპულირება თავისთავად იმიტომ რომ იმას არჩევანის ძალიან ბევრი საშუალება განვითარების ძალიან ბევრი საშუალება ნუ ცხადია ხა მისთვის რა არის პრიორიტეტი ეს უკვე ინდივიდუალური საკითხი არის მაგრამ მე ფულიან ადამიანებთან ერთად მაინც დავამატებდი განათლებულ და ინფორმირებულ საზოგადოებას და სხვათა შორის წლების განმავლობაში მე ვიყავი წინააღმდეგი თუნდაც იმის რომ არ არის აუცილებელი ყველა რომ იყოს დიპლომირებული და სკოლას რომ დაამთავრებ შენ უკვე უნდა გქონდეს ის უნარი და გამოცდილება რომ თუნდაც აიღო და ბიზნესის კეთება დაიწყო ხო და სკოლა უნდა გაძლევდეს უკვე ამის საშუალებას ერთი პროფესია უკვე იმის ამბიცია მე ჯერ არ მინახია სკოლაში ყოფილიყო ნუ დღემდე მაინც ხო სკოლაში დღეს შეიძლება შეიცვალა მაგრამ ჩემს პერიოდში არ მინახია მე სკოლა რომელიც გელაპარაკებოდა შენ რომ ყველა გელაპარაკობდა აუ იქ რო დაიწყო მუშაობა ვიღაცა რაღაცის დირექტორი გახდა და აუ ეს რა მაგარი რაღაცა არის იქნებ მეუქმნი მაგ კომპანიას რომელშიც დირექტორად მე გიყვან შენ პირობითად ანუ რა პრობლემაა ეგ ანუ რატო არ შემიძლია რატო არის დაუშვებელი რომ მე რამე შევქნა ხო და ეგ თითქოს ხო არაფერი მაგრამ ილექება ნენელა ეგ თავს ხო ნუ რაღაცა იცი უფრო მეტად აქამდე მაგით დავიწყე ზუსტად რომ წინააღმდეგი ვიყავი რომ ყველა არ იყოს საჭირო დიპლომირებული ყოფილიყო რაღაცა და დიპლომირებული რო არ ხარ ეს მე გულისხმობდი იმას რომ შენ უნდა გქონდეს უკვე ფართო გასახანი ისეთი რომ შენ თვითონ უნდა შექმნა ის ყველაფერი და ნუ იგივე მე-12 კლასელი რო ამთავრებს და ბიზნესის მიმართულებით მიდის და მე ამბობს რომ ბიზნეს ადმინისტრირება უნდა დაამთავროს იმიტომ რომ ბიზნესმენი გახდეს ბიზნესმენმა უნდა დაიქირაოს ბიზნესის ადმინისტრატორი მენეჯერია რეალურად რომელიც მართლაც იმას თავის დანიშნულება ხო დინი ამის მიაქცია შემოგვიադրება და იმიტომ რომ სუმაგას იმეორებს ბიზნეს ადმინისტრირება არის არა ბიზნეს თუ აპირებს შეიძლება გამოგადგეს უბრალოდ ის არის რომ
ხო რა ყველას თავის გამოცდილებები აქვს მედიაში. მე ეგრე იურიდიული დავამთავრე, მაგრამ product owner-ის გამოვდივარ ახლა. ხო გადგება მე ეს იურიდიული და სამართლებრივი. კი როგორ არა, ვერავინ ვერ მატყუებს ერთ-ერთ ხელშეკრულების დადებების დროს. იქ რაღაც ამ ხელშეკრულებას მომიწერი ხელი, აქ არაფერი პირობა წერი, რაღაც ვერაფერს შეშობა. ამიტომ ისე მან დავბრუნდი, რომ ძალიან კარგი, რომ ჩვენ შემოგვრჩა ეს რაღაცა, თუნდაც აუშვეთ კომუნისტურ რუდიმენტად ჩვენ საზოგადოებას, რომ არა ჩემს დიპლომირებული. გინდა არ გინდა, მაინც უმეტესობა საქართველოში არის განათლებული, მინიმუმ დიპლომირებული და ყველაზე კარგ შემთხვევაში ინფორმირებულიც სათანადო დონეზე. დღევანდელი ბაზარი ვიწრო სპეციალობის მაინც უკვე უფრო მეტად აღარ არის. იქამდეც არ იყო, მაგრამ ახლა მით უმეტეს აღარ არის. რაღაც იურიდიულში იციან, რომ მე ვარ მაგალითად IP უფლებებში პირობითად აი საცალო ბრენდინგის რომელიღაც იურისტი რაღაც და კონკრეტულად 4 მუხლის იურისტია. არაფერი შემჭირდება 4 მუხლის იურისტი მე პირადად. მე მჭირდება ტიპი, რომელიც შეძლებს კომპლექსური საკითხების გადაწყვეტას შემდგომ. მე თუ შემიძლია, მე მოთხოვნილება მაქვს, რომ ვისაც ფულს უხდი, იმას უეჭველი უნდა აი ახლა ილია ჭავჭავაძე რო ყოფილიყო, იგივეს გააკეთებდა კრიპტობაზარს და არა ბანკს. შეიძლება პირიქით ილია ჭავჭავაძე ყოფილიყო ჩვენი მოწინააღმდეგე. რატო ანუ ეგ ხო დროის შეიძლება მე ყოფილიყავი იმ დროში ილია ჭავჭავაძის მოწინააღმდეგე. არ ვიცი, ეგ როგორ წარმომდგენი არ ვიცი, უფრო მე ისეთი თავისუფალი ბაზრის ბავშვობიდან ეგ მომწონს, ანუ არ მომწონს რაღაც ყოველთვის კითხვას ვამდი რატო. ანუ ეს არ გააკეთო, რატო? ეგ ახლა ნუ ლაპარაკობ, რატო? ანუ ბავშვი ესეთი იყავის სკოლაში, ვამკის პროგრამას უერთდებს მეწერენ ხოლმე. კარგად გავი. ან ვერ შეიძლება პროგრამად ეგ იყო. მათემატიკა გავიგოთ. და რუსანი არის. რომელიც ყოლა. ბატონო თქობაც. ახლა მე რა პროფესიონალი ისახე. ხუთაი ხო? კარგი, მინიშო ხო არ გაკითხები. მე კიდევ უფრო შევხვარ და თქვენ უფრო ახლა. ძალიან რაღაცაში ვფიქრობ, რომ მაგალითად ყველა ხსენით, რომ ფინანსური თავისუფლება და ფინანსური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია სამწუხაროდ დღეს კიდე ბევრს არ აქვს ჩემი აზრით და ჩემი პირადი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ უფრო ჩემს თანატოლებში რომ ვუყურებ და რომ ვაკვირდები ძალიან ცოტას შეხვდები ისეთ ადამიანს, ვისაც აქვს და მართლა არის დაინტერესებული და ხვდება თუნდაც იმ ფულის ღირებულებას და ან თუნდაც საერთოდ ზოგი არც იცის რომ კრიპტო ესეთი ციფრული ფულიც არსებობს და ძალიან ასე ვთქვათ კიდე განვითარების პროცესია. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის აი ეს კრიპტო ბაზრის განვითარებას და როგორ განვითარდება და როგორ წარიმართება ეს პროცესები? მარტივი მაგალითი რომ მე ისევ ჩემი მაგალითებით ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ყველაზე მიმარტივდება ეგ, ანუ ადრე იყო რომ რაღაცებზე თეორიულად რო ვკამათობდით მეგობრებთან, სულ აბა მაჩვენე მაგალითი. და სულ სხვისი მაგალითის მოყვანა გვჭირდებოდა რა და ცოტა დამღლელი იყო, იმიტომ რომ მე ამაში ძალიან შემოდიოდნენ კამათში და ჩემი მაგალითი რომ მომყავს ხოლმე, მან უკვე დაწერტილია უკვე რა, ანუ აზრი აღარ ვერ რაზე შემეკამათება არ იყო ეგრე მოხდა ფაქტი აგერ მოხდა 4 წელიწადია ბაზარზე ვართ ლიდერები ნულიდან დავიწყეთ მედია ჩავხსენით ყველა და მედიებს ვასწავლეთ როგორ უნდა დაეწერათ სტატიები ვინც სპიკერები ვინც იყვნენ ვინც იქამდე იტყუებოდნენ მაგალითად ხო დღეს ვერ ბედავენ მაგ ტყუილს იმიტომ რომ გაცილებით ის კომუნა რომელიც გაზრდილია უკვე ის ეგრევე მიხვდება რას ბალამუტობს ეგრევე ვთქვათ ის სპიკერი რომელიც გამოვიდა გაბედავს და ილაპარაკებს თავშად მაგაზე ოღონდ ეს კი არ არის შიში დასაშინებლად კი არ არის უბრალოდ თაღლითების გავფილტრეთ ბაზრიდან ანუ ის ადამიანები რომელსაც ეგრეთ წოდებული მონოპოლია უნდათ აბა ახლა კითხეთ თუ აქვს სურვილი რომ გამოვიდნენ და კითხვებს უპასუხონ ან მე მეუბნებიან ხოლმე რომ ბანკის წარმომადგენელი რომ გეჯდეს ახლა აქ გიპასუხებდა და რატომ არასდროს არ ხდება ისე რომ ბანკის წარმომადგენელი სადმე რომ მივიდივარ ხოლმე ბანკები დაკარგავენ თავის ფუნქციას და ეგ ცოტა ფილოსოფია ეგ ცოტა ტექნიკური ნაწილია მაგრამ აი კითხვას რომ არ გავწდი ახლა მაგასაც შევეხოთ უბრალოდ იმ ნაწილში როგორ რაღაცა იცი ჩვენი მაგალითით რო დავიწყოთ კრიპტო ბაზარი არაფერი არ იყო საერთოდ ანუ საერთოდ ნული ვიყავით ბაზარზე იყო სიტუაცია ეგეთი რომ ვიღაცას ჰქონდა მედიაზე წვდომა ჩვენი თავისთავად არ ჰქონდა და კრიპტომ მოგცა იმის საშუალება რომ ჩვენი თავი ნულიდან შეგვექმნა მე ვერცერთ ტრადიციულ ბიზნესმენ ვერ მაჩვენებენ რომ ვინმეს თუ შუბზე არ ვაკოცე ისე რომ ჩემი თავი შექმნა მით უმეტეს ამ ქვეყანაში და ვინმეს თუ არ გავუღიმე რომელთანაც არ მინდა რომ გავუღიმო ისე რომ მე ჩემი ბიზნესი შექმნა და ჩემი ბიზნესი არ იყოს მე კიდე შემდგომ გაგრძნობად პერიოდში ჩემ გაღიმებაზე მის მიმართ დამოკიდებული რა ანუ ახლაც რო ავიღოთ ეს სიტუაცია ჩვენთან ხო ანუ რა მოხდა ანუ ბიზნესები გამოვიდნენ რაღაც თავისი ისინი ქონდათ აზრები ქონდათ ყველას ბრძნული აზრები აქვს
პრობლემა არ არის მაგას რომ ქმედებით მაჩვენე შენ რას აკეთებ. ბოლოს გამოვიდა რომ ნიკა რო იყო მის რომ ნიკამ რაც თქვა ის გააკეთა, სხვა რაც თქვეს იმის საპირისპირო გააკეთეს. ანუ 5 მილიონს გირიცხავ და მეორე ხელით იმას ასაჭო. ეგ არ არის ჩემი აზრით პოზიციის დაფიქსირება. ბიზნესში თუ შეგიძლია რომ დააფიქსირო პოზიცია, მაშინ დააფიქსირე, მაგრამ ყველას თავისი ცოდვები რო აქვს, მაგიტო არის რომ ხმას ვერ იღებენ წესიერად და ვისაც ცოდვები არ აქვს, ხმა მაღლა ვლაპარაკობ ჯობლები. როგორ წარმოგიდგენ მართალი ადამიანის გაჩუმება მე ვერ წარმომიდგენია. მე როცა მართალი ვარ, დედაჩემი ვერ მაჩუმებდა მე და სხვებს დედაჩემზე მეტად არავის არ მეშინია საერთოდ და დედაჩემი რო ვერ მაჩუმებს, შანსი არის რომ რომელიმე გამაჩუმოს და მაგ ნაწილში კრიპტომ რო ეს შეძლო ჩვენ შემთხვევაში რომ ეგეთი დონის დამოუკიდებლად მოეპოვებინა რომ რა პოზიცია, აი ყველაზე სასაცილო არის ხოლმე ვის არ შეხვედრი ვართ ახლა ჩვენ მაგალითად ამ წლების 4 წლის განმავლობაში. ჩვენ სიაში მის იყო ისეთი ადამიანები, ვისაც გვინდა შეხვედროდით, კინ პრეზიდენტი, კინ პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა. ბაშონის ახლა ამერიკაში ვიცე-პრეზიდენტთან 4 ჯერ მომწერეს უკვე რომ მიწვეული ვარ ინტერვიუზე, ოღონდ ერთი პრობლემა გვაქვს მანდ რომ ვიზას არ გვაძლევენ, თუ მოვასწავლე. ეგ არის მეორე არის სინტიალუმისთანაც მიწვეული ვარ ვიღაცეებისგან გასხვავებით რომელთაც პასუხს არცემენ მაგალითად წერილებზე რა მე მინიმუმ პასუხს არ მაგრამ ინვიტეიშენს მაინც მიკეთებენ ანუ იმაზე ის სტატუსები რო ავიღოთ ეგრე სტატუსები რო დავატოლოთ ახლა იმაზე დიდი სტატუსი მაქვს იქეთ ამ ხარეს მაგრამ მაგით არც ვტრაბახობთ არც იმაშვებით რომ აი ეს რა მოხდა და ასე შემდეგ და მაგას მივახციეთ რომ უბრალოდ ყველა ისეთ ადამიანთან შეხვდეთ რომ აი ჩვენ როგორ ვსაუბრობთ ეგრე ვსაუბრობთ ადამიანთან რომელსაც 200 მილიარდ დოლარის აქტივი აქვს და საერთოდ არაფერი არ აქვს ესე ვთქვათ წარმატებული სალაპარაკო ან რაღაცა ისეთი სალაპარაკო ხოთები რა მე შენზე მეტი ვარ ან რაღაცა ეგეთი რაღაცა ისეთი მგონია და ეგ მაგ ადამიანებს როცა ხვდებით თუნდაც რა ცოცხალი ლეგენდა არის ადამ ბექი მაგალითად რა რომელსაც კრიპტოგრაფია შექმნა კრიპტოგრაფიის შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ბიტკოინის ლანჩში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის შეგვიძლია საქართველოში შევქმნათ ერთიანი რაღაცა ბიტკოინის მსგავსი ქართული არც ჭირდება ანუ ყველამ თავისი იმას უნდა მიხედოს რეალურად პროდუქტის შენებას მან კოლექტივიზმს მე არ მივესალმე ხო ანუ არა ამას გამორიცხავ ეს უფრო მეტად გაზრდიდა საქართველოს იმიჯს ხო რა ხან შენ ხა ესეთ პატრიოტებს არა საქართველოს იმიჯი გაიზრდება მაშინ როცა ყველა დაიწყებს თავის პროდუქტის ანუ თავის მიხედოს თავის განვითარება არ უნარეუნება რომ სხვას მოუარე ანუ ეგ ყველას ვეუნებით რომ შენი თავი გაამდიდრე ანუ სხვას დაანებე თავი შენი თავი გაამდიდრე შენი პროდუქტი შექმნელი მე იქნები მიმზიდველი იმიტომ რომ ისა რაც უფრო მეტი იქნება ეგეთი პროდუქტი და რაც უფრო კარგი პროდუქტები იქნება მით უფრო უკეთესია რა და მრავალფეროვნება უკეთესი არის მოკლედ აი ამ კრიპტობაზრის მუშაობაში საუკეთესო გაიმარჯოს მე ჯუნგლების პრინციპი ანუ როგორც ეძახიან ხოლმე კომუნისტები ამ ჯუნგლების პრინციპს კაპიტალიზმის ძალიან მომწონს ხო ძალიან მომწონს კრიპტო არის ყველაზე ნათელი მაგალითი აქამდე თუ არ გქონდა აი ყველა კამათში მე მახსოვს 2014 წელს უკამათობთ ხოლმე უნივერსიტეტში ყველა კამათში იყო რომ აი შენი ეს უტოპიური იდეები არ აღსრულდება დღეს აღსრულდა ბიტკოინი არის ეგ უტოპიური იდეა ამაზე ანარქიული ის ვალუტა არ არსებობს და ცუდი რაში ანუ ანარქია რო ესმით რაღაც ნეგატიური ცეცხლით მოკიდებული მანქანები წარმოუდგენიათ ხოლმე ვისაც ველაპარაკებთ არა უფრო მეტად გეტყვი ვალამ ჩერკეზიშვილი წეღარ რომ ვახსენე და სწორედ აი ამ პერიოდის მოღვაწეა რომელსაც ჩვენი პროექტი ეხება და სწორედ ამ საზოგადო მოღვაწეების ნააზრევის და ცხოვრებისეული ეპიზოდების გაცოცხლებას და წამოღებას ვფიქრობთ აი ამ პროექტის ფარგლებში სწორედ ის არის ანარქო სინდიკალიზმის ფუძემდებელი და ანარქისტად იცნობენ სინამდვილეში ვალამ ჩერკეზიშვილის ანარქო სინდიკალიზმი ზუსტად ეს არის ხა შენ რასაც საუბრობ და ეს ადამიანი იმდენად საინტერესოა რომ სოფლიოში ძალიან ცნობილი ადამიანია ეს და ნაკლებად ცნობილია საზოგადოებრივ არა არის ცნობილი უფრო მეტის ფილმებში სწორედ მისი პერსონაჟია გამოყენებული იმიტომ რომ ყველა ენა დაავიწყდა რა ენაზე საუბრობდა და ერთადერთი ენა რომელზეც ის კომუნიკაციას ახერხებდა ეს იყო ქართული ენა და ეს გახლავთ ეს ადამიანი და მე მინდა რომ სწორედ აი ამ პოდკასტში სწორედ ეს დავაკავშირო თან პარალელურად ეს ეხება იმასაც რომ ძველი ნაკლებად ცნობილი საზოგადო პირების ცნობადობის ამაღლება ჩვენი საზოგადოების ვისაც გახლავთ ვალამ ჩერკეზიშვილი რომელმაც პირველმა შექმნა მსოფლიოში ანარქიზმის აი საოცარი ანარქო-სინდიკალიზმი სწორედ ამას ეყრდნობა შენასაც საუბრობ ანუ ქვეყანა მოეწყობა ეკონომიკურ სინდიკატებად ერთი საერთო ფულის გარშემო ანუ უმრავლესობას არ მოეწონება მაგალითად არა არც მოწონს მაგრამ განსაკუთრებით სტალინს არ მოწონდა სტალინს თუმცა კაცი იქნება ეგეთი ამბავია რა მაგრამ მე ვამბობ მაყურებლების უმრავლესობას არ მოეწონება შეიძლება მაგრამ აი მაგალითად
მე საერთოდ არც ვიცოდი რომ ბიტკოინის ფასი ქონდა ზოგადად აი დოლარში რა ითვლებოდა წარმოდგენა არ მქონდა 26 წელს ახლა ეგ როგორ მუშაობდა ეგ პირველი რაც გავაკეთე როგორც კი წავიკითხე რომ ეს არის ფული რომელსაც ვერავინ ვერ ეხება მათ შორის ვერც ერთი ორგანო ვერც ერთი სახელმწიფო თუ სხვა ქვეყანა კონტროლს გულის ხო მამა ჩემს თხოვე რომ სოფელი გავყიდოთ ვიყიდოთ ეს გავყიდეთ სოფელი და ვიყიდეთ ეს და ძალიან გიჯერა რამდენი წელი ხავი რომ დაგიჯერა 19 წელს ვიყავი მაშინ და ეს თავისუფლად გავყიდეთ სოფელი რეპუტაცია მქონდა სახში ნუ თავიდან არ არის კიანი ადამიანის ხო და აი მკითხოს რომ დაუბრუნე და პასუხი ბოლომდე გავცეთ არის რომ კრიპტო ის მოგცა რომ დამოუკიდებლად შეგვიძლია ისეთ ადამიანებს ველაპარაკოთ რომელსაც ვერ შეხვდებიან ვერასდროს ის ზემოდან ვინც გვიყურებს აქ მაგალითად ეგ ხალხი და იმ ხალხსაც ხვდებით აი სხვაობა რა ვნახეთ რა იმ ხალხსაც ხვდებით ჩაოლებთ ესეც ხედავთ საუბრობთ რა ვიცი ამსტერდამში რო შეხვდით საერთოდ ის რა მომაწოდა რომ მოდი ერთად ისე ვილაპარაკოთ ახლა ძალიან თავისუფალი ისეთი ადამიანები რომელთანაც ყველაფერზე შეიძლება ილაპარაკო ჭირდება რამეში დაუშვით დახმარება და რჩევა გჭირდება გაძლევნა რჩევას რაღაც მე ეს იმპერატორი ვარ და ჩემთან ვერ მოხარ არა აქ რო ჩამოვიდეთ 2000 ლარზე რო ტიპი მუშაობს რომელიღაცა სახელმწიფო ორგანოში როგორ იცი აი მე არ მცალი ახლა კიდევ გადავთ რაზე იცი რომ ივენთი რო გვაქვს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ტრამპის ადმინისტრაციის ბიტკოინის რეზერვების თავარი ჰედი ვინც არის ეგ გვერდება დიდი მადლობა გითხრა მოწვევისთვის ავიცი რომ აი ესე პატივი დაგვდეთ და მთელი ეგრე გველაპარაკები გადამიან და აქ რამდენიმე პირი მოვიწვიეთ რომ მეთქმა თქვენი გამოსვლას ვცდილობთ რომ ახალი ადამიანები გამოვაჩინოთ და აი სამწუხაროდ დაკავებული ვართ ანუ საქართველოში ვიღაც იმ ტიპს აღარ მიხვდება მე რევიზიის მაქსაუბარი იმას ასალია გაიგე და ის ტიპი რომელიც თვითფრინავიდან უნდა ჩაგვერთოს თავის თვითფრინავიდან თან ანუ ფრენა აქვს მაგ შტატიდან შტატში მაგრამ რომელიც ჩაგვერთოს იმან პირიქით მადლობა და ასე შემდეგო რა და მაგას რომ მაგის შეცვლა იმიტომაც მინდა რომ აქ ვისაც გონია თავი ჭკვიანი და რეალურად არაფერი არ გაიგება ისინი მინდა რომ შევცვალო კი ან თავიდან ბოლომდე შენ გინდა დაანგრიო ყველა არსებული სტერეოტიპი რაც კი არსებობს დაწყებული ეკონომიკის მონოპოლიის ბიუროკრატიის ადამიანების თვითშეგნების ანუ ამ სტერეოტიპების დანგრევა გინდა ხო მე ეგრე ამოვიცადე შენ რასაც არის ხო რაღაც ეგეთი მარტივი არ იქნება მაგრამ მე მაგას ვერ მომასწრებ. სტერეოტიპების არა, მე მაგის ამბიცია არ მაქვს, მე რაღაც რო დავიღლები, უბრალოდ მაგროს მზად უნდა იყოს ის ხალხი ჩვენ ვინც მოყვა, რომ იმათ მაგ აგრძელო. დაჭრული რეაქცია ეგ, იმიტომ რომ შეუძლებელი ეგდია მოისპოს ადმე რა. ერთი ადამიანი რომ დიდრდება შენი საქმით, მე იმით რომ მეორე ადამიანი დიდრდება, მაგას ვერ გადაჭერებ. ანუ ეს არის ადრენალინი შენთვის, როდესაც შენი საშუალებით ადამიანები ეგ შედეგს ვხედავ მით უმეტეს. სწავლი როგორ უნდა გამდიდრდნენ, ხო? აი რაღაც პერიოდში პირიქით ადამიანები იქცეოდნენ პირიქით, რომ იცი რა არის, თუ ყველა მდიდარი იქნება, მაშინ მე რით ვარ პრივილეგირებული მაგალითად. არა, ეგრე ისევია ახლაც, მაგას ვამბობ. რას გულისხმობდი განათლების მონოპოლიზაციაში და რატო გავაკეთეთ საბოლოო ჯამში? ან ჩვენ ძალიან ცუდი ხალხი ვართ ეგეთი ხალხისთვის რა. მტრები ხარ. ის რო აქვს შექმნილი აი რაღაცნაირი ის აქვს შექმნილი რომ აი ჭკვიანი ტიპები არის რაღაცნაირი მდიდარია ხო და რაღაცა ეგეთ ხალხის ძალიან ცუდი ხალხი ვართ იმიტომ რომ ვიღაცები რაღაც ნაგავს რომ იდგნენ ჩვენ ავდექით და მაგაზე უკეთესი უფასოდ გამოვიტანეთ ანუ იდეაში კაპიტალიზმის იდეაში ხო არ ჯდება უფრო თავის ჭკვით კომუნიზმი ჯდება მაგრამ კომუნიზმი არ არის ანუ მე რო გამოვიტანე მე აქ ის ინტერესი მაქვს რომ შენ ნაგავი აქ რომელიც გამოგაკ ხო იმას როცა ვესაუბრებ შენერები ეგრევე გავსხილო და ეგ ჩემთვის მომგებიანია იმიტომ რომ გზელადაში ხარისხის ყურებას დაიწყებს ადამიანი და შენ ბაზიდან გაგრიყავ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ქმნი რეალურად და ტყუილად ხარჯავ ბაზრის რესურსს და მე უკეთესი ტიპები წამოვლო და უკეთესი ტიპები თუ წამოვლო მე უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებ. ეგეთი ტიპები მინდა რომ მოვიშორო ამ ბაზრიდან საბოლოო ჯამში და ეგ მაგის მოშორება შეგიძლია ერთი იმიტომ რომ შენ თვითონ აი ყველაზე კაი ამბავი არის ხოლმე რომ თენ საზოგადოებაში არგუმენტი აქვს ხოლმე. თუ ეგ სწორი არის და თუ ეგ ეგრე გამოდის, მაშინ მოდი შენ გააკეთე. ჩემთან ვერ ხმარობ მაგ არგუმენტს. ანუ ეგრევე დამთავრებული ეგ ლაპარაკი და ვაკეთებ. მოწინააღმდეგეები ხარ? ვერა ფიზიკურად, ანუ ჩემ მოწინააღმდეგე რო იყვნენ, მაშინ თვითონ უნდა ქონდეთ ფული გაკეთებული ჩემს საპირისპიროდ. ანუ მე რაზეც მეკამათები. ანუ ხო არის. ისეთ ხალხს არ ვეკამათები, ვისაც როგორ გითხრან. მე რო რაღაცაში გავაკეთე საქმე და ვიღაც რომ მოდის არაფერი არ გაუკეთებია და რაღაც თეორიებზე ვლაპარაკებ, არც ვლაპარაკებ იმას, ანუ მართალი ხარ, გააგრძელე შენი გზა, ნუ მოისმენ, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც გაგება არ უნდა. და ჭკუა ყოფნის, მაგრამ უბრალოდ ინფორმაცია არ ყოფნის, ეს ორი სხვადასხვა რაღაცა არის რა. არიან ადამიანი, მე მაგალითად ვიყავი ადამიანი, რომელსაც ინფორმაცია არ ყოფნიდა, მაგრამ რაღაცას ვეძებდი ყოველთვის. და ახლა ადამიანი, რომელსაც რაღაცა თავის იმაში ეგოში არის ჩაფლული, რომ ოღონდ გედებატოს და
მეტი არაფერი არ უნდა, ეგ ადამიანებს დრო არ მაქვს მართლა. ეგ ძალიან ძვირია. შეზღუდულია შენი სამუშაო დრო. კი, ვინც მომწონს იმათთან ხარჯავ ამ დროს. ვინც არ მომწონს არ ხარჯავ. ეგ ძალიან მარტივი ფილტრი მაგა. თუ ეუნები რომ დაკავებული ვარ ამცალია, ესე იგი არ მომწონხარ ეგ მაგას ნიშნავს რა, მაგას ეუნები. მაგრამ ის არის რომ ახლა ეგრე უხეშადაც არის მომშობი ხოლმე. მაინც ვცდილობ ხო რაღაცა ადამიანური ემოციები მაინც გავითვალისწინო რა. თავისთავად ხადი. ანუ ეხა იმ ქვეყნებში ხო, რამდენი ქვეყანა ვიცი რომ გაქვს შენ ბიზნესი, იქაც გააკეთებ ეგრეთ უციგნიერებას, იქაც ესე გულიანად ხო ეკიდები, თუ აქ მაინც რაღაცა განსაკუთრებული ძალისხმევა გაქვს ჩადებული. იმიტომ რომ მინდა რომ შენი მეგობრებიც გამდიდნენ, შენი ნათესავები, ახლობლები და ბოლოს საქმეზე რომ მიდიდეს, ბოლოს ვიღაცები ერთმანეთის ნათესავები აღმოჩნდებით, ხოლმე საქმე არ არის. დიდი ქვეყანა სამწუხაროდ. არა, იქ მაგდენად დიდი არ არის. ეს მიმართულება არ არის. ანუ მე კარგი იქნებოდა რომ მაგის ენერგია მქონოდა რომ სხვადასხვა ქვეყნების გეფიქრა ეს ეკეთებინა ეგ. ამ აკადემიას გულისხმობ, პიქსელ აკადემიას. არგენტინაში მაგალითად განათლების ნაწილი დაწყებული გვაქვს ჩვენ. დაწყებული. იდეაში პრინციპულად ყველგან ერთ და იგივეს ვაკეთებ. ანუ როგორ იცი რომ თავაზობთ ბაზარს როგორც აგერა გვაქვს უფასოდ ეს თუ შენ ფული არ აქვს დაიწყო და გინდა რომ უფასოდ გააკეთო სადაც მეტი დროის და ენერგიის შედება გინდა სად გვაქვს თუ დრო და ენერგია გინდა დაზოგო და სწრაფად მიიღო რაღაც მაშინ აქეთ უკვე ფასიანია ეგ იმიტომ რომ იქ ადამიანი უნდა დაგიჟდეს და თავის დრო უნდა დახარჯოს და დრო ძალიან ანუ ყველაზე მეტად ღირებული ანუ გულისხმობ ვიდეოებს რომელიც გიდევს და უფასო არის ეს ამ ვიდეოებს ჩართავ ნახავ და ყველას შეუძლია ეს განათლება მიიღოს ყოველთვის გარეშე მაგრამ სამწუხაროდ ადამიანის ფსიქოლოგია და მენტალიტეტი ესეთია რომ ფული უნდა გადავიხადო აუცილებლად იმიტომ რომ მე უფრო მეტად ორგანიზებული ვარ და უფრო მეტად გამომეჩა ეგ იმაზე დრო რამდენი გაქვს რა თუ აქვს ფული რომ დრო და იგივე სასწავლო ხო შენ რასში ფულს იხდიან იგივე გიდევს ვიდეოებში ხო უფასოდ თუ განსხვავდება რაღაცა არა განსხვავდება ის რომ იქ თუ ქაოტურად შენ თვითონ გიწევს ორგანიზება იმ ვიდეოების შემთხვევაში რომ შენ დაორგანიზოს როგორ უნდა მოისმენთ ახლა 600 ვიდეო დევს თითო ვიდეო 1 საათიანი მაინც არის დაახლოებით 600 საათია რა და ორ თვეში მოუწვი კონკრეტული ინფორმაციას ვიდეო რაღაცა დროფული ხო რა დროფული კი ბატონო ნინი გააკეთებ შენ კითხავენ აი როგორ ფიქრობთ ახლა უფრო ახალგაზრდებში რომ უფრო წამოვა ეს კრიპტო მიღებულება მიიღებენ ამას აი ამ მოსამართლეობის კრიპტობაზრის და ეს ყველაფერი უფრო გასაგები აი ის ვინც თაობა რომელიც ძველი თაობა რომელიც შევა და ვერ იღებს თუნდაც იმას რომ ელექტრონულ რაღაცებს ვერ ენდობიან აი ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება აი შეიძლება ვთქვათ გავაკეთოთ ისეთ რაღაც რომ აი ახალგაზრდები უფრო დაინტერესებულებიც არიან და კიდე იყოს რაღაც საშუალებები რომ მიიღონ განათლება ვთქვათ როგორც მასწავლებლების დახმარებით სკოლიდანვე აი ეს ვინც უკვე დაამთავრა სკოლა და ეს არიან მაინც აი იმათი ეხლა უკვე აქტიურად მუშაობთ სწორედ ამაზე რომ შეიძლება მე მასწავლებლები დავატრენინგოთ მე მასწავლებლებს მივცეთ ეს თუნდაც საინფორმაციო მიმართულება რომ მიიტანონ მათ თავიანთ მასწავლებლებს მაგრამ შენ შევუბრობ იმ ბავშვებზე რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ ეს საშუალება იმ ბავშვებზე რა იმ თაობაზე რომელიც უკვე სპორტაშორს ეგრე სტატისტიკა აქვს რომ ახალგაზრდები უფრო დაინტერესებულები იყვნენ ვიდრე უფროსი სპორტაშორის სტატისტიკა რაც გვაქვს არის რომ ყველაზე მეტად დაინტერესებული პირები რომ ასაკში არიან 25-დან 35 წლამდე პერიოდი სადაც ყველაზე მეტად მინდა შრომის უნარიან ჩვენ ქვეყანაში პროდუქტიული ასაკი უფრო მეტად ჩვენ ქვეყანაში როგორ ის სტიგმაა შეფერი რომ 40-ის თუ ხდები всё ჩამოწერილი ხარ ყველაფრიდან აბსოლუტურად რაღაც ეგეთი ის აქვს რა ხო ესე ჩამოყალიბდა ხო და რატო ეგრე არ ვიცი მართლა გითხრა და ბევრი ყავს ჩვენ 45-დან 70 წლამდე ადამიანი რომელიც გაცილებით უკეთესად სწავლობს და გაცილებით უფრო მეტად არის დაინტერესებული რეალურად იმიტომ იმას აღარ ჭირდება მტკიცება და თეორიულ რაღაც სისულელებზე რა გახარჯინებს დროს და ზუსტად იცის ის კუპონი რაც იყო რომ გამოცადა და არაფერი თეორია აღარ აინტერესებს მე ვიცი რომ ესე მოხდა ეს ახლაც იგივეს მელაპარაკებიან არ მაინტერესებს მათლაბარ მოდი შენ ამიხსენი ეს ახალი როგორ მუშაობს იმათან ნაკლებ დროს ხარჯავდი და უბრალოდ ტექნიკურად ახლა რა თქმა უნდა რომ ზოგს უფრო მეტად უჭირს ხოლმე ასე ვთქვათ გამოყენება რაღაცეების აფად ინფორმაციის გადამუშავება და შემდეგ ზოგს უფრო მარტივად უმარტივდება მაგრამ მანდაც როგორ რაღაცა იცი რომ ახლა
დებია ჩემს Facebook-ი გავუკეთეთ მე ავუხსენი, ანუ ეს Facebook-ი როგორ ეხმარა, როგორი ემოჯი გამოეყენებინა, როგორი ლაიქი დაესვა, როგორ ლინკზე გადასულიყო და აუ კეთილი უნდა ინებოს სხვა შვილიშვილებმაც და შვილებმაც და უნდა აუხსნან და ასე ვთქვათ, მიეხმარო მაგის ანუ საფრთხეების და რაღაცების იმაში. ხო, ნუ რა აინტერესებს, რა თქმა უნდა, ხა ბებიჩს აინტერესებდა და შუას არ აინტერესებდა. ეთქვა გენეტიკური და რაღაცა ეს ციფრულ ტექნოლოგიებთან თქვენი ნახევრადსვანი ვარ თან ნახევრადსვანი. და ჩემს ხარიდან სვანი ვარ და რას ეთყვი, ანუ რას უჩვენ ჩვენი მომავალ თაობას მოსწავლეებს, თუნდაც სტუდენტებს, თუნდაც შენი თაობის წარმომადგენლებს, ანუ შენი ასაკის ადამიანებს, რა უნდა გააკეთონ, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ უფრო ძლიერი ეკონომიკურად. პირველ რიგში საკუთარი თავი განავითარონ. საკუთარ თავს თუ შეცვლიან და განავითარებენ, ეს ყველა თავისთვის შეიცვლება. ანუ არ ჭირდება მე არანაირი ღილაკის დაჭერა რომ შეიცვალოს, ანუ თვითონვე შეიცვლება. ახლა ჩვენ რო ყავდეს აქ საზოგადოების უმეტესი ნაწილი რო იყოს ახლა საზოგადოების რო ბიზნეს აკეთებს. ან თუნდაც რომელიმე ბიზნესზე მუშაობს, არა აუცილებლად საკუთარი ბიზნესი აკეთო, ეგეც ისა ჩვეულებრივი ამბავი. ვინმეზე იმუშავა, იმიტომ ყველას თავის დანიშნული, ყველას თავის როლი აქვს. ჩვენთანაც ჩვენს გუნდში ყველას თავის როლი, ყველას როლი მნიშვნელოვანია ჩვენთან. ანუ მარტო ის რო ავტოდამცნებელი ან დირექტორია და ამის როლი უფრო აღმატებულია ვიდრე მაგალითად ან თანაშემწის ან ლექტორის ან დეველოპერის ეგრე არ არის. ანუ იმის გარეშე მე ვერ ვიმუშავებ, ჩემს გარეშე ის ვერ იმუშავებს, იმის გარეშე ეს ვერ იმუშავებს, ყველა ერთმანეთზე გადაჯაჭვული ვართ. ეგ არის საბოლოო ჯამში, რომელიც მე წინ მიყავხარ და რჩება მე რაც შემიძლია მივიცი არის რომ საკუთარ ანუ ამ ეგოს თავი დაანებონ, არა აუცილებლად ბოსი იყოს ყველა, რომ სწორი ადამიანები იყონ, თუ დაუშვათ უნდათ რომ ვინმესთან ერთად აკეთონ, რომელთან ერთადაც გააკეთებენ საქმეს. ან მინიმუმ დაიწყონ საკუთარი თავით განვითარება. ამ სფეროში ჭირდება საკუთარი თავი, მეტი არაფერი. მე თუ გინდა რომ ვინმესთან უბრალოდ გაამხიარულო შენი, ასე ვთქვათ, მოვაწეულო, შეგიძლია დაიმატო ადამიანები, საერთო ინტერესი ადამიანები, რომთენაც საერთო ენას გამონახო. მანდაც ანუ ბიტკოინის შინაარსი რა არის, იცი რომ არის რომ დობაზე დამოკიდებული არ ხდები. ანუ თუ ფული არ აქვს, ვერ დაგირიცხავს ვერაფერს. მარტივია რა და იგივე შეიძლება შექმნა. ახლა სტუდენტებთან ერთად შექმნით საკუთარი დრაივი მაგალითად, ანუ ამას ვერ შექმნიდი, რავი, 4 წლის წინ ვერ შექმნიდი მაგას. რატო? იმიტომ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა არ იყო, ერთ და ინფორმაციაც არ იყო. ანუ ჩვენთან რაზეც დავიწყე საუბარი, რომ მონოპოლიაში გულისხმობდა, ვიღაც ტიპი რომ დადებდა პოსტს მაგალითად, ან კითხავს დასვამდე. ასოს იმიტომ რომ ანალიზობდა იდეაში ზოგადად ტიპის, მაგრამ ასოს ინფორმატიკა პირველად მოტივაცია ის რომ შემდეგ არ დაგიგო. ნუ ის უფრო გენიოსი აღმოჩნდება. ხო, ნუ აი მაგაზე ვისაუბრეთ ზუსტად, რომ ესე იგი ჩემი პრივილეგია ეს არის, რომ მე ვარ დიდარი, შენ ხარ ღარიბი. შენ თუ დიდარი გახდები, მაშინ ჩემი პრივილეგია რა? ისეთი მენტალიტეტი აქვს, რომ ანუ ჩამოშორება უნდა და პირიქით ის კი არა, რომ განავითარონ ასე, პირიქით იმეწააკოს და რაც უფრო გაუნათლებელი და რაც უფრო ამ სფეროში არ იქნება წარმატებული, მით უფრო მოსწონთ და მათთვის თითქოს ხო. ამ სფეროში კი არა, ეგო ცენტრი ხალხი შეშეუტყავს. აქ მიშობა რამდენიც გინდა იბლატაოს ვიღაცამ, რომ მე ესეთი ტიპი ვარ და ესეთი ცოდნა ვარ ეკონომიკის, რომ დაჯდებ ბაზართან და ფულს ვჩადებ, ან მინუსში იქნები, ან პლუსში იქნები. ამან გამოჩნდება ბაზარი არც შენი როგორი ფერის კანი გაქვს, რა ვიცი, მელოტი ხარ თუ თმა გაქვს თავზე, რა ვიცი, როგორი შეხედულებები გაქვს სამყაროსა, ყველაფერი არაფერი არ აინტერესებს ამ ბაზარს. ეს არის დაინტერესებს აზროვნება შეგიძლია თუ არა, თუ შეგიძლია გაქვს პლუსი, თუ არ შეგიძლია გაქვს მინუსი მარტივად რო ვთქვა რა. კარგი, ახლა რა მაინტერესებს? აქვს საჭიროა თუ არა და საერთოდ აქვს თუ არა აი ამ კრიპტო ბაზარს თავისი ეთიკა, მორალი და აი რა რეგულირებს აი ამ ადამიანის მიმართულებას ამ საკუთარი ისა რეგულირებს, არაფერი არ რეგულირებს. აი შენ რო ამოფრე ხა უარი თქვა ეგოზე და რაღაც. არა, მე ვამბობ რომ უარი თქვა, არ თქვა უარი, მაგრამ მე წააგებ. ანუ შენ თუ შეხვალ ბაზარზე ისე რომ მე ვარ ის რაც ვარ და ანუ არსებობს რაიმე ეთიკის კოდექსი თუ მართლა არის ეს ამ კრიპტო ბაზარში არა ანუ ვინმე რამეს იცავს არანაირი ზოგადი ის არ არსებობს უბრალოდ ხო არის ახლა მაგალითად რომ ჩვენ ვიჭერთ ისეთ ადამიანებთან ცხოვრებაში ხო ისეთ ადამიანებთან ურთიერთობთ როგორი ანუ ჩვენი მორალური სტანდარტებიდან გადავიდეთ ხო ერთი საერთო ბევრი საერთო მოკლავს რაღაცა ის ადამიანი არ მოკლავს მე სხვა ადამიანს მეც არ მოკლავ და რა ვიცი ვიღაცა კრიმინალებთან ურთიერთობა არავის არ მოგწონს ხო ნუ აი მან კრიმინალი ცოტა სხვა სტატუსი აქვს კრიმინალი შეიძლება მეც ვიყო ხვალ მაგალითად ანუ გაჩამ ვის ვკითხავთ კრიმინალი რა არის რა საქართველოს რო ვკითხოთ ვერავინ ვერ მიხსის ფულის გათხრება რა არის ახლა
მაგალითად. დღეს განსაკუთრებით ყველანი დამნაშავეებია. და ეგ ცოტა სხვა ტერმინია. დაჯარიმებულები და ვიცი. ჩვენი პირადი მორალური სტანდარტები და ხო არ ჩოთ ისე ამ ბაზარზე შენი პირადი მორალური სტანდარტები და ნახულობ რომ თუ ეს პროექტი თაღლითურია დაუშვათ ხო ანუ შენ თუ არ მოგწონს არ დაიჭერს მაგრამ თაღლითებისთვისაც არის ადგილი რა ვიცი მატყუარებისთვისაც მართლებისთვისაც ყველას ოღონდ აქ განსხვავება მთავარი ის არის რომ აქ არ არსებობს ის კამუფლაჟი არ არსებობს ხო იცი აი ახლა რო არის რომ თაღლითი ვინც ახდა დავშოთ არის და დღეს რო გვევლინება რაღაც აი შეძრწუნებულ ადამიანად რომელიც ფიქრობს ხები როგორ გაამდიდროს რაღაც ეგეთ იმაზე ხო ეგეთ რაღაცა კიბერუსის სოფერის ეგეთი აქ არ არის რა ანუ აქ ვერ ნახავ ეგეთს რომ რამდენიც არ უნდა მოიკატუნოს თავი აზრი არ აქვს მე პირდაპირ გამოჩდება იმაზე ფულში გამოჩდება რამდენად აქვს ამ ადამიანს პატივი ანუ ფული არის გაართული საზომიერთეული ხო ნუ მაგრამ მათ შორის იმ ეთიკის კოდექსის ჩამოყალიბების ამ საქმეში კრიპტო ბაზარში ფული არის საზომი ერთეული ოღონდ როგორ რაღაცა იცით ანუ ობიექტურ საზომი ხო არ ამანდანო ვიღაცას თუ მოწონს ვიტალიკა მაგალითად რომელიც ეთერიუმს რომელიც დავუშვათ შენ მე შეიძლება არ მომწონდეს რა არავის არ აინტერესებს ეგ შენ ვინ მოგწონს და ვინ არ მოგწონს ვიღაცებს ვინც მოწონს თავის მოსაწონი ყველას აქვს აქ არ არსებობს ის რომ ვიღაცამ გიკარნახოს რომ ეს ცუდია ანუ ყველა იმყოფილებს თავის რაღაცა პირად გემოვნებას თუნდაც კრიპტო ბაზარში აი ხა მე რო ვფიქრობ იმდენი რაღაცა გამოიკვეთა რაზეც ხა შენ მე დროთა განმავლობაში რო დაგიგროვდება ეს ცოდნა და გამოცდილება რომ მე ვფიქრობ რომ მაინც რაღაცა უნდა შეიქმნას ხო აი რამდენი მიმართულება აქვს ამას აი სუფთა ადამიანური თვალსაზრისით სანდოობის თვალსაზრისით იდეოლოგიის ფილოსოფიის თვალსაზრისით სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით კი არ გიყვარს შენ ახლა წავა ნახსენმა რომ ეს კოლექტივობა არ მიყვარსო და რაღაცა მე უფრო მომხრობ რომ შენით გახდი უკეთესი ვიღაცასთან ერთად თუ ჩემთან ერთად მაგას მნიშვნელობა არ აქვს ანუ თავარი შენით გახდი უკეთესი რა ანუ არ არის აუცილებლად მთელი ქვეყანა შევიკრიბოთ ერთად ხელქერჩაკიდებული რაღაც ვაკეთოთ ყველას არ შეგვიძლია რომ შენით გახდი უკეთესის თემა რა ყველას არ შეგვიძლია ანუ მე მაგაში იმას არ გულისხმობ რომ მაინც და მაინც მილიონერი გახდი ანუ უკეთესი გახდი რომ გუში რო იყავი დღეს იმაზე არა მე ვიმივიდი რასაც ამბობ მაგრამ ყველას არ შეუძლია სწორედ ამის საიდან ეგ მაგათი პრობლემაა ანუ მაგათი პრობლემა არის გულისხმობ მაგათი ბრალია თავისივე ბრალია იმიტომ რომ როგორ არ შეგიძლია ახლა რომ გახსნა ლეპტოპი ჩართო YouTube და YouTube-ზე მოძებნო ინფორმაცია რომელიც შენ გაინტერესებს ხო ეს ძალიან მარტივია მაგრამ სხვებისთვის არ არის მარტივი მეზობელს კითხო აი პირობითად მე რატო არ ვაპარავებ ისე ეგეთ ადამიანებს რომ შაქარი რო დაჭირდებათ მარტივად პოულობენ მეზობელს რომელსაც შაქარი აქვს იგივე შაქარია ეგ ინფორმაციას უბრალოდ პრიორიტეტი არაა ეგ ანუ საკუთარი თავის განვითარება ანუ პრიორიტეტებს ვავაგებთ ჩვენ საგანმანათლებლო ენერგიას ხარჯავთ ლანძ აი მაგალითად რასაც უყურებ ლანძღვაზე უფრო მეტი ენერგია იხარჯება ვიდრე გამოსავლის პოვნაზე მაგალითად კრიტიკა ძალიან მშვენიერი უნდა იკამათო პრობლემა არ არის მაგაზე მაგრამ ხო გააჩნიათ იმ კრიტიკას რაღაც თუ არ მოყვება მე რომ იმაზე იმის მიზანი თუ არა რომ გამოსავალი იყო არც ის მოდებატი აღარ გენდობა შენ და მაგიტო მე რომ ეჯახებიან ქვასავით ერთმანეთს და ბოლოს უკვე ჩვენს გვეზრდება ეგეთი ხალხის მოსმენა ხო ასე და არაფერი შედეგი არ აქვს ხო ანუ სადღაც ხო უნდა მივიდოდეთ წინ უკან ხომ მოდიოთ ყოველი იმის მერე რა და მაგ პრობლემას ხედავ უბრალოდ ამ ადამიანს რომ რა ერთი ის იყო რა ვქნა ისა მაქვს სესხები მაქვს და მე რა მექნა მე თუ მეც ვიყავი მე ციდან ჩამოფრენილი არა ვარ რა ფეხით დავდიოდი მახათას მთიდან უნივერსიტეტში როცა 20 ლარი მქონდა კვირაში და მე თუ გავქაშე და მე თუ შევძელი მაგდენი რომ რა ვიცი რაღაცები მეპოვა მოდი რა კეთილი ინები ცოტა შეიწუხე თავი ამათ როგორ უნდა იცი რომ წამოწნენ რაღაცა ვიღაცა ესე ყურძენი მიაწოდოს და მეორე დაუნიაოს და ამი ესე უნდა მოვიდეს და ეგ არ მოდის უნდა კითხო ახლა მაინც 24 მაისს გაქვს საკმაოდ სერიოზული კონფერენცია ამ კრიპტო ბაზრის თემასთან დაკავშირებით და მინდა 2-3 სიტყვით ისაუბრო ამის შესახებ. ხო, ეგ წერს ძალიან ვიწრო კომუნასთვის გვაქვს, ანუ ჩვენი კომუნიკის წევრებისთვის რეალურად, ვისაც ვიცნობთ, ვინც გვიცნობს, იმიტომ რომ რას ემსახურება? ეგეც ყველაფერი ემსახურება განათლებას აბსოლუტურად რა. ამ შემთხვევაში ემსახურება იმასაც, რომ ჩვენთან კონტრიბუტორები ვინც არიან, ვისაც კი რამე გაუკეთებია დაუშვათ, თუნდაც რავის, უყურებია გადაცემისთვის, ის გაუზიარებია სხვისთვის, ეგეც კი კონტრიბუცია. ანუ საინფორმაციო კამპანიას. პლუს აი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვერდთვებიან, რომ ანუ ელემენტარულ პატივისცემა გამოხატონ ჩვენი კომუნიკის მიმართ და ჩვენს მიმართ. ანუ ეგ მაგასთვის ეს აუცილებლად გასაკეთებელი
წერილია ხოლმე? ყოველ წელს ვაკეთებთ რეალურად. წელს ვაპირებდი რომ რეგიონალური ივენთი გაგვეკეთებინა და ახლავე 8000 ადამიანს მოვიაზრებდით. უნდა ჩამოგვეყვანა აი რო ახსენე ადამ ბექი და კიდე შვეიცარიის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე, ამსტერდამის ლიბერტარიანული ფრთის წარმომადგენლები და ეგეთი ხალხი პირველი ბიტკოინის დეველოპერი რომელიც იყო ჩართული. ანუ ხალხი რომელსაც საკუთარ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე აქვს შექმნილი. და ეგენი იმით არ დავკერეთ ჩვენ რომ ფულს ბევრს გადავუხდით დაუშვათ რა ეგენი დავკერეთ იმით რომ აქ თქვენ დაგვხვდებათ რეალური კომუნიკაცია რაც მონატრებული აქვს აი იმასაც ფული აქვს პრობლემა არ აქვს მაგას მონატრებული რაც აქვს იმას რომ აი ის აფსახახის გარე დავიდეს რა ყველგან რაღაც გამოტანილი ხალხი რო ხდება და ის აინტერესებს აი ნაღდი ადამიანი აინტერესებს რომელიც მართლა კითხვას დაუსვამს რაღაც წაყვება იმ ფილოსოფიურ კამათში ან რაღაცას ისეც ჩაყვება რომ იმასაც უკვე სიცოცხლის უნარიანობას იბრუნებს. აი დროთა განმავლობაში მე მგონია რომ ისეთ თაობებს გავზრდით რაც პროდუქტი მივაჭრეთ აი ამ ინფორმაციას რომ ანუ ჩვენ შესაძლოა საქართველოს გახდეს აი ამ ციფრულ ტექნოლოგიების ვერაფერს ვერ დააბრალებს იმ კუთხით რომ აი ეს არ მქონდა ის არ მქონდა ეს არ მქონდა ანუ შეგვიძლია ჩვენ რომ გავხდეთ ციფრული ტექნოლოგიების ინტერნეტი არის დევაისები აქვთ YouTube-ი შეუძლია ჩაწერო რომ შეუძლიათ Google-ი შეუძლია გამოიყენო შეუძლიათ ამას დამატებული AI აქვთ შენ შეძლებს რომ აი ამ ხაბის ჩამომყალიბება აი წარმოგიდგენია შეიძლება რომ საქართველოს გახდეს ციფრული ტექნოლოგიების ხაბი თუნდაც კრიპტობაზრის მიმართულებით შეიძლება მაგრამ გააქვს ეს მიზანი კი როგორ ანუ 6 წელი ვაქცინა 6 წელი არის ბოლა ფაქტობრივად სხვა ქვეყნებთან უბრალოდ ჩვენთან სხვა რამეზე იკარგება დრო ანუ ჩვენთან ჩემს ლაზვაზე უფრო მეტ დროს დახარჯავენ ამ პოდკასტს რომ გაუშვებთ ნახავთ ვიდრე საქმეზე ორიენტირებული იმიტომ არ შეუძლიათ საქმის კეთება იმ ხალხს არა მე მაგას არ ვაცო არ ნებულად უბრალოდ ეგ რა არის ჯერჯერობით უფრო მეტნი არიან ვიდრე ჩვენ ხო არა არა ჩვენ რა მაგაში ერთგვარ მეპარება აი 4 წლის წინ ვიყავით 150 ადამიანი წელს ვართ 27000 ჯამში 40000 მაინც ვაჭარებთ უკვე ჯამურად მთლიანად საქართველოს თუ რეგიონში არა საქართველოში კარგად ლომატყოფია კი ანუ ვიზიტებით ნელა აი საბოლოო ჯამში მივართ იმ ციფრამდე როცა ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ვიდრე ეგ შენ ფიქრობ რომ აქ არიან ისეთი ადამიანები ვისაც არ უნდა თუნდაც რომ ბევრი იყოს თქვენ და ხელისშემ თუნდაც თქვენ საქმეში ქმედება შენს უყურებ კი მაგრამ უბრალოდ იმას ვერ ხსნიან ჯერ ის ამოცანა აქვს 4 წელიწადია რომ ხან გადაგვაგდეს ხან რაღაც ასე ვთქვათ იქიდან აქედან მოგვიარეს ყველაფერი და იმას ვერ ხვდებიან რანაირად ვაგრძელებთ ანუ ხელის შემშლელი გარემოებები გაცილებით მეტი არის ვიდრე რაღაცა ფულის იმასაც გაგიხსნან გზები ხო ფულის იმასაც გაყვნენ ჯაჭვსაც და ვერ მიხვდნენ რომ ამ კრიპტობაზიდან არაფერი კაპის არ ვიღებთ საერთოდ და აი ვერ ხვდებიან აი საიდან ვაგრძელებთ ამ ყველაფერს მე იყო რომ ვინ დაფინანსებთ ეგ იყო კითხვა ხოლმე რა მაგას ეს სიცილით ხვდებოდით ხოლმე თავიდან ვინ გაფინანსებს ჩვენ თვითონ სადღაც 100 ლარს ვიყავით მე ნიკა და ლუკა და ზოგჯერ იყო პერიოდი ხოლმე რომ რაღაც ხაჭაპურს ვიყიდით ეს სამად ყოფით ხოლმე და ამ პერიოდის შეიძლება ეკითხება ვიღაცა ვინ დაფინანსებთ ეგ იყო მაგალითად ასეულო ხოლმე ჩვენთვის და იმ პირიქით გადაცემებით ან იმიტომ დავიწყეთ რომ ღიამტკიცებულება გქონდეს როგორ ვიყიდეთ გადაწყვეტილება ან ერთი ის კი არა რომ რაღაცა ვიყიდე გამდით ეგ არ გვინდოდა რა როგორ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე რატო ვიყიდეთ ამ პერიოდში და რა შედეგი მოგვიტანა ანუ მაგას ვახსენებ რა ყურეთ ვინმეს თუ რამე აინტერესებს ჩვენთან დაკავშირებით ვინ ვართ ვინ გვაფინანსებს საიდან მოვედით საერთოდ ამ შემდეგ კრიპტო ბაზარი ჩაწერონ YouTube-ზე, ნულიდან დაიწყო ყურება და მიხვდებიან რა გავიდა. ამით ასაჯაროა ჩვენ საქმიანობას, აბსოლუტურად კაფეოს ხდი შენ ქმედებებს, რასაკეთებ, როგორ აკეთებ. ნუ იცი რა არის, მე მაინც ვფიქრობ, რომ იმდენად დაბალია ცნობიერება ამ თვალსაზრისით, თუნდაც იგივე კრიპტო ბაზრის და ეხლაც ჩვენაზე ვსაუბრობ, ხო, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არ იცის ეს და ძალიან კარგია, რომ აი ესეთი პოდკასტების ჩაწერით, მოსწავლეების ჩართულობით, აი ესეთი კონფერენციები გაიზრდება ცნობადობა და მე ადამიანი რო იგებს რა ყველაფერი იმიტომ ხდება რომ შენ გამდიდრდე და შენ კეთილდღეობაში იცხოვრო ხო ნუ ეხლა ამაში 2-2-4 ხო ყველა დაიჯერებს მაგას მან უფრო მეტად იმაზე ეჭვდებიან რომ შენ რა ინტერესი ხო შენ რა ინტერესი მეც მე ის ინტერესი მაქვს რომ გარეთ ახლა რო თქვა მე გარეთ რო დავიყვირო მილიონერი ვარ თქვა 4 ქუშის გავლას ვერ მოვასწრებ სადღაც უეჭველი ჩამაგდებენ საბარგულში და აი ის პერიოდი მინდა ის მოცემულობა მინდა რო გავარ და მილიონერი რა რო დამიძახებს ვიღაცა ხო მე უფრო ვარ ხო რა ანუ რა გაღიარებს მე რა ვის რას აკვირვებ აი ეგ მინდა მე საბოლოო ჯამში
ჩემზე მეტი თუ ერთად პირიქით უკეთესია ჩემთვის ანუ მე კიდე როგორ ვუყურებ ვიცი რომ ჩემთან ერთად რო ადამიანს საქმე გაკეთებული და იმას ფული აქვს ჩემთან ერთად ნაშოვნი მე რომ ახალი იდეა მექნება მე აღარ გავიქცევი სხვაგან ისევ იმ ადამიანთან ვისაც ფული მაქვს ნაკეთები რეპუტაცია მექნება ნდობა მექნება და საბოლოო ჯამში არაფერს არ გამირთულდება ყველაფერი გამიმარტივდება ჩემს ცხოვრებაში პირდაპირ ფინანსური ინტერესიც მაქვს მაგაში ანუ ეგ არის ჩემი ფინანსური ინტერესი რა ხო მაგრამ მაინც ძალიან ბევრი სტერეოტიპების დანგრევა მოგიწევს საბედნიეროდ ამ სფეროში ეგეც როგორ რაღაცა იცით რომ ანუ პირველადობის ეფექტიც არის იმ სუბუქებს ხო ანუ როგორ რაღაცა ამ ქვეყანაში თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას თემა ის არის რომ ჩვენ ისედაც მივართ იმ მიზნამდე რა ანუ მოყვებიან თუ არა მაინც მივართ იმ მიზნამდე ოღონდ როგორ იცი რომ ხარი აქ ყველაზე მეტად მე რასაც უყურებ მუშაობს მიმბაძველობა ადამიანი რო დაგინახავს რომ შენ რასაც ლაპარაკობდი მე რაც გააკეთე იმით უკეთესად ცხოვრობ თვითონაც შტერი არ არის თვითონაც უნდა ის იმიტომ არ მოყვება რომ შენში ვერ ხედავს თავის დროზე იმას რა იმასაც ვიღაცები ის უფრო ჭკვიანები არიან იქამდე მოყვებიან და შენთან ერთად მდიდრდებიან და ვიღაცები მე უკვე შენ რო გამდიდრდები მე გთხოვე რომ აი როგორ გამდიდრდი ეგ გვასწავლე და ისა მანდაც რთული პარამეტრი რო აირჩიო ის გაყვე რა მაგრამ ახლა ჩვენ საზოგადო მოღვაწეები გააჩნდა ის ხო გამოშტერდებიან რაზე ლაპარაკობენ საერთოდ მაინც ახლა საქართველოს დამოუკიდებლობას ეხება ჩვენი პროექტი ადგილობრივი ხმის თავისუფლებისთვის და რას უსურვებს ჩვენ ქვეყანას აი თუნდაც იმ 4 წლის განმავლობაში თუ რამდენი წელი გვირბოლა რო გაქვთ გამოცხადებული აი ამ წლების შემდეგ როგორი საქართველო გინდა რომ იყოს განათლებას უსურვებ მე მაქედან მე წესით მე მიხვდებიან უფრო მეტად რა ამ მიმართულებით თუ ზოგადად განათლების ფინანსური მიმართულებით ფინანსური განათლების მიმართულებით დანარჩენებს ეშველები და ნუ დამოუკიდებლობის ნაწილიც მოგვარდება ხო რაღაცა იმიტომ რაც უფრო მეტად ფინანსურად თავისუფლები და დამოუკიდებლები იქნებიან და იცხოვრებენ ჩვენ ქვეყანაში ადამიანები უფრო მეტი ბერკეტია იმისთვის რომ ვინმე დაუშვათ დაიცავენ საკუთარ ფულს მე აი ავტომატურად გამოვა მე უკვე მარტივი ფორმულა გქონია სხვათა შორის ან რაც უფრო მეტი მდიდარი ადამიანი იქნება მით უფრო ძლიერი არის სახელმწიფო იმიტომ რომ დაიცავენ თავის კერძოს რა თქმა უნდა მდიდარი ადამიანი პრეცედენტს არ დაუშვებს იმისას რომ სხვა მდიდარს აახიონ ფული იმიტომ რომ მე თვითონაც ეს ის ქვეშა მაგდენს ხვდება ხო რა თქმა უნდა ღარიბ ადამიანს ფეხებს კიდე ახლა შეხედეთ მაგალითად რომ ვინმე მდიდარს უწართვენ მე რა მე ფული მაინც არ მაქვს ეგეთი რეაქცია აქვს იმას კი რომ ხვდები რომ როცა შენ მიხვალ თუ მიხვედი იქამდე ხო, თუ მიხვედი იქამდე შენც ეგრე მოგივა. მაგას ვხვდებიან. ერთ-ერთი ის არის, რომ როგორი წარმოგიდგენთ კრიპტოში თუ ხარ? საქართველო აი ამ ჩვენი ფინანსური ბოლის შედეგი. არ ვიცი, ჯერ ხან პესიმიზმი მიწევს, ხან ოპტიმიზმი. ეგ უნებრივია ნებისმიერ საქმეში, რასაც არ ვაკეთებდე, ესე ახან პესიმიზმი გიპყრობს, ხან ეკითხები ჩემ თავს რომ ამდენად სწორად ვაკეთებ და აი ახლა ეს ბოლო კითხვა. სწორად დილას ხარ? მე 100,000%-იანი. სხვებზე ვერ გეტყვი. ხო, მაშინ წარმატება შემყარეს იქნება, იმიტომ რომ როდესაც შენ განცდა, რომ რასაც აკეთებ, სწორ ადგილას, სწორ საკითხს აკეთებ, იქ შენ მაქსიმუმს და აქ რაღაცა თუ აღარ არსებობს და ამ შემთხვევაში წარმატება შემყარეს არის და რაღაც მგონია, რომ სოფლიოც აქეთკენ მიდის და სწორედ ეს ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს გარკვეულწილად უსაფრთხოებას, უფრო მეტად, ვიდრე დაუშვათ იგივე თუნდაც რამდენიმე 20 წლის უკან რო გადავინაცვლოთ, უფრო მეტად იქნება საფრთხე-შემცველი სოფლიო, ვიდრე აი ამ ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მერე და მგონია, რომ ეს არის საქმე, რასაც უფრო მეტად უნდა მოვხიდოთ ჩვენ ხელი. ყველა სახელმწიფომ ალბათ და განსაკუთრებით ჩვენაირ სახელმწიფომ, რომელსაც ძალიან ბევრი, კი, აი ამ კიდეგან ისტორიის განმავლობაში ძალიან ბევრი უფრო მეტი ისტორიულად უიღბლო ამბები გადავიტანეთ, ვიდრე რაღაცა ძლიერი საქართველოს არსებობის ნაწილში, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩვენი განმავლობაში უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ძლიერი სახელმწიფო. კი. ეგეთ ხალხს, რომელიც მე გეკამათებიან, მე ვუპირისპირებ უკვე მათივე არგუმენტს. შენ რა გაგიკეთებია ქვეყნისთვის? შედეგი რა გამოვიდა რომ მე გავინძე რაღაცები დავწერ რაღაცა ეგ არ მაინტერესებს. შედეგი გამოვიდა თუ არა მე რომ მეკამათები რომ ეს არ გამოვა. შენ ხო ანუ მთელი 34 წელი და ჩემ მერაც ვარ ეგრე არ გვიცდია როგორც ქვეყანას. ყოველთვის ამის აპირისპიროს ვცდილობთ.
რაღაცა რეგულაციების შემოღება, ლიცენზიების დამატება, უაზრო წესების დამატება და ასე შემდეგ. შედეგი რატო არა? უფრო მეტი წესი გვჭირდება. ბიჭო, ერთხელ ცადი აბა, როგორც ბენდუქიზემ თავის დროზე ცადა. შეამსუბუქა და რამდენით მოიმატა ეკონომიკამ. ხო, ციფრები გელაპარაკებიან თვითონ. მე ვფიქრობ, რომ დღეს რაც ხდება საქართველოში, თუ კი წყალებში რა თქმა უნდა კარგი რაღაცა ხდება ეკონომიკის მიმართულებით, ან ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით თუ არ აღნიშნული ეს ახაბენების დამსახურება არის და მგონი ერთ-ერთი იყო ეს კაცი ძალიან მცირე ადამიანები იყვნენ, ვინც რეფორმა გაატარეს, შედეგიანი პროდუქტიული რეფორმა და ერთ-ერთი იყო ბატონი კახაბენი. ბენდუს მერე ამკაცრებენ და არც მანამდე არც ბენდუს მერე არავინ არ ყოფილა ამ ქვეყნის ეკონომიკის ნაწილში იმდენად მნიშვნელოვანი არავინ არც გილაური და არც ისინი არც ერთი მაგათ უბრალოდ პრეტენზია მაგას ერთადერთი იყო ბენდუკიძე ჩემი შეფასებით ყოველ შემთხვევაში მე უყურებ ციფრებს დანარჩენი მათი ასე ვთქვათ ან ტრადიციული ფინანსისტების მაღალფარდოვანი ტერმინები საერთოდ არ მაინტერესებს ხოლმე ბუფერული იმის რაღაცეების რეზერვების გათავისუფლება და შენარჩუნება მაგას თარგმნი მე AI-სთან ერთად არ მჭირდება რომ ეგ დავიზები შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია რაღაცეების მაგრამ რა ვქნა აქეთ დამხარე ვიღაცებს ავარსკვლავებენ იქეთ დამხარე ვიღაცებს ავარსკვლავებენ ბოლოში ვერც ერთი ვერ შეუვლობს ხალხზე იქნება ვინმე უფრო მეტი და უფრო მეტად ძლიერი ვიდრე აქტუარი ჭავა ეხლა დღე რომ ეგაა მიზანი თორე ჩემზე ძლიერ თუ არ გამოვიდა არავინ ესე იგი მაგრამ ცუდად გამიკეთებია ჩადებ ამაში მთელს რესურს რო მაგას ვაკეთებთ ახლა იდეაში კი უნდა გვაჯობონ ჩვენ უნდა გვაჯობენ თორე ჩვენ თუ არ ჩვენ არც არაფერი არ ვართ იდეაში რაც უნდა იყოს და ჩვენ თუ არ გვაჯობეს მაშინ ესე იგი ბაზარი არ განვითარებულა ისევ ჩვენ თუ ვართ ამოსავალი წერტილი ანუ შენ სტერეოტიპებს ვერ და არ გამოგვივიდა ხო არ ჩავარდა ეს მე ვფიქრობ რომ არ ჩავარდება და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ჩვენი მომავალი თაობისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და ამათვის ვარსებობთ რომ გაცილებით ტექნიკები იყვნენ ანუ უფრო რაღაცა მობილურები იყვნენ უფრო კარგად მოედგნენ მომავალ განვითარებას და მომავალ განვითარებას გასწორეთ სახელმწიფოების საინჟინრო ტექნოლოგიებსა და ძალიან კარგი გზაზე გახარ კიდე ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო ყველაფრის შენი აზრების თუ შენი ქმედებებისთვის რასაც აკეთებ და მე ვფიქრობ რომ 90% წარმატება უნდა იყოს შენს მხარეს და ჩვენი მომავალი თაობის განვითარებისკენ და საქართველოს გაძლიერებისკენ ეკონომიკურ ნაწილში. ერთ მადლობა მოწვევისთვის.